Მოდელი ლექცია. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძნელად გამოსათქმელი გახლავთ და ძნელად აღსაქმელიც. იმიტომ რომ ესაა ის ქვაკუთხედი მართლმადიდებლური აღსარებლობისა, რითაც ყველაზე მეტად ემიჯნება მართლმადიდებლური სწავლება სხვა აღსარებლობებს, სხვა დოგმატებში განუსხვავებელთ, კერძოდ ყოვლადწმინდა სამების დოგმატში, ყველაზე მთავარ დოგმატში განუსხვავებელთ სხვა აღსარებლობებს ამ დოგმატით. ანუ დოგმატით იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა განკაცება. განკაცებასთან დაკავშირებით ჩვენ ამაზე წინა ლექციაზე ვსჯელობდით, რომ კითხვები აღიძვრეს ამგვარად, თუ როდის მოხდა, რატომ მოხდა და ყველაზე რთული და დოგმატური გახლავთ, თუ როგორ მოხდა განკაცება. ნაწილობრივ ამაზე ჩვენ მსჯელობა გვქონდა, მაგრამ ნაწილობრივი მსჯელობა მოვლენის არსში შეიძლება სრულად ვერ ჩაგვახედებს, ცალკე განხილვა სჭირდება თემას, თუ რას ნიშნავს ორი ბუნება ერთ ჰიპოსტასთან კავშირში, ერთი ჰიპოსტასი ორბუნებოვანი, რაც არის სწორედ ფორმულირება განკაცებისა. ჯერ ისტორიული კუთხით და ინფორმატიულად ვიტყვით, რომ ყველაზე უფრო ღრმა დებულებითი დოგმატური განსაზღვრება ღვთის განკაცების შესახებ ჩვენ მოგცა მეოთხე მსოფლიო კრებამ 451 წელს, რომელიც გაიმართა და ამ კრებაზე სწორედ ეს ფორმულა შემუშავდა, ეს დოგმატური დებულება შემუშავდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთ ქრისტეს, ერთ ჰიპოსტას ორი ბუნებით. ბარემ აქვე ვიტყვით ჩვენ ფორმულას მთლიანობაში, რომ არა მხოლოდ ორი ბუნებით, ორი ბუნებისგან ორი ბუნებით ორ ბუნებაში. აი ეს სამი ფორმაა მოძიებული ეკლესიის მამათაგან ბერძნულშიც და ქართულშიც ორბუნებოვნების შესახებ. სხვათა შორის მე მეგონა, რომ დღეს ჩვენ დაგვესწრებოდა ყოველ შემთხვევაში ამის ის იყო მამა მაქსიმეც. პერიოდულად რო გვესწრება, ჩვენ ზოგჯერ გვესწრება. იმიტომ რომ ამ საკითხზე რაღაც საუბარი ქონდა მასთან და რატომაც ის ფიქრობდა, რომ გამოთქმა ორი ბუნებისგან ეს არ არის, ესე იგი, ასე ვთქვათ, გამართლებული და აქ ქონდა რაღაც კარგო მე წარმოადგენთ კიდეც, რომ ესაა უცვალებელი ქალკედონის კრებისგან განსაზღვრული ფორმულა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მაცხოვარი არის ორ ბუნებაში, ერთი ჰიპოსტასი განკაცებული ორი ბუნებით, ამავე დროს და ყველაზე უფრო ხშირად და ყველაზე უფრო დაკანონებულად ჩვენ ვამბობთ, რომ ის არის ორი ბუნებისგან. მაგრამ გამოთქმა ორი ბუნებისგან გამოყენებული იყო ზოგჯერ მონოფიზიტთაგანაც, კერძოდ ევტიქისგან და პრინციპული განსხვავება რა გახლავთ და ამას შემდეგ ჩვენ თანდათანობით გავაშინაარსებთ. მონოფიზიტობა ამბობს, ჩვენ ვაღიარებთ და ევტიქი პირდაპირ ამბობდა ქალკედონის კრების აქტებში და ეს აქტები ჩვენამდე ღვთისმადლით მოღწეულია, რომ მე ვიზიარებ გამოთქმას ორი ბუნებისგან, რომ ქრისტე არის ორი ბუნებისგან, მაგრამ ვაღიარებ მას ორი ბუნებისგან განკაცებამდე. ეს აზრი თავისთავად ასე ვთქვათ ემპირიულად რომ შევხედოთ, გაუგებარია განკაცებამდე ორი ბუნება თუა, მაშინ განკაცება მომხდარა უკვე. მაგრამ ის ფიქრობს, გამოთქმის ფორმა შეიძლება ხარვეზიანი იყოს, მაგრამ ასე ფიქრობს, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე, ისიც ორი ბუნებისგან, ესე იგი, როგორც შემდეგ მონოფიზიტობა ტერმინს იყენებს, რასაც მართლმადიდებლობა არიზიარებს, შედგა ორი ბუნებისგან ერთი ბუნება. ამის თქმა უნდა, ანუ ორი ბუნებისგან ცალკე ამ ფორმულას აღიარებს მხოლოდ განკაცებამდე. განკაცებისთანავე ერთი და განკაცების შემდგომ ერთი. ესაა მონოფიზიტური ცრუ განსაზღვრება დოგმატისა, მაშინ როცა მართლმადიდებლური სწავლება ამბობს, რომ ჩვენ ვაღიარებთ იესო ქრისტეს ორი ბუნებისგან განკაცების პირველ წამიდანვე, ანუ განკაცების შემდეგ, განკაცებისას, განკაცების შემდეგ და მარადიულად. აი ესაა ამ გამონათქვამის, ესე იგი, კრებისგან დადგინებულობა და თუ რაღაც ნაწილში გარეგანად მას ემსგავსება მონოფიზიტობა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა შინაარსით, როგორც ვიკითხარით, ეს ოდნავადაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ იყენებდეს გამოთქმას მაცხოვართან დაკავშირებით, რომ ის არის ორი ბუნებისგან. პირიქით, ეს გახლავთ სწორედ დაკანონებული. მე შემიძლია კონკრეტული რამდენიმე ნიმუში ყველაფრის საინტერესო ნიმუშები ხდება. ერთი ეს გახლავთ იანდამასკელის გარდამოცემა, რომელშიც შეჯამდა ყველა ესე იგი დოგმატი და გამოითქვა ის და ამ გარდამოცემაში 4 გზის არის ხაზგასმა ამაზე. მე ახლა თვითონ ამ გარდამოცემის საკუთრივ ჩემ თარგმანს ხადი არ დავიკითხავ როგორ თარგმნიან შესაბამის ფორმულას წმინდა ეფრემცირე და არსენი ყავთუელი. აქ ნათქვამი ასეთი რა. ესე იგი, როდესაც და კაც იქნა იგი და იგივე და ერთი ღმერთი, ესე განკაცებული არს სრული, იგივე და ერთი ღმერთია სრული და კაცი სრული,
ორთა ბუნებათაგან ღმრთებისა და კაცებისათა და ორითა ბუნებითა საცნაურითა და ეხლა არსენ იყავთ თქვენ ეს ასია თანმილი რომ ესე განკაცე ორთაგან ბუნებათა ღმრთებისა და კაცებისათა და ორთაშინა ბუნებათაგან ანუ სამივე ეს გამოთქმა ორითა ბუნებითა ორთაშინა ბუნებათა და ორთაგან ბუნებათა გახლავთ აბსოლუტურად იდენტური და ყველაზე უფრო გავრცელებული არის სწორედ ეს ორთა ბუნებათაგან კერძოდ იოანე დამასკელის შრომებში რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ შეაჯამა საეკლესიო სოფლიო კრებათა და ზოგადად საეკლესიო ღვთისმეტყველება და ამიტომ მის შრომას ეწოდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ზედმიწევნითი ეს ეკლესია მოწოდა და მის შრომებში, ასევე დოგმატურ შრომებში 30 გზის გვაქვს ეს ფორმულირება. მე მაქვს აქ სხვადასხვა ბერძნული ტექსტები მთლიანად ამოღებული ქსეროქსზე და ბერძნულში ესა ეკ დიოფიუსეონ, ეკ არის განსწორედ. როგორც ესე იგი ყველაზე უფრო უტყუარი ფორმულირება ღვთის განკაცებისა იოანე დამასკელთან. ისევე როგორც აი დიდი ჯვრის კანონში მაგალითად რომელიც ასევე კრებათა შემკრებელია და ყველაზე მნიშვნელოვანი მეექვსე მსოფლიო კრებაზე ხაზგასმითაა იგივე მოძღვრება აღსარებული ძველ ქართულ თარგმანში არსენი ყალთოელის მიერ, სადაც პირდაპირ კითხულობ ერთი ქრისტე ძეირ ღვთისაი ორთა ბუნებათაგან ესა დოგმატი განსაზღვრული შესავალში ვესწერია ამას ესე ხმამაღლად და ხმაგანსმენილად ქადაგებთ ანუ მთელი ეკლესია ქადაგებს ერთ ქრისტეს ორთა ბუნებათაგან ხოლო სხვა ნიმუშებს ამჯერად არ წავიკითხავთ და ეს არის ასე ვთქვათ ფაქტის აღნიშვნა და ფაქტის დაფიქსირება რომ ეკლესია ამ ფორმულირებით განსაზღვრავს ესე იგი მაცხოვრის განკაცებას, მაგრამ თავისთავად როგორ გავიგოთ ეს ყველაზე ესაა ასე ვთქვათ რაღაც წყაროს მოტანა, მაგრამ ამ წყაროს შინაარსში როგორ ჩავწვდეთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავთ ეს რა თქმა უნდა არ გახლავთ მარტივი ზოგადად დღეისათვის ცხადია მარტივი, იმიტომ რომ ყველაფერი განმარტებულია, მაგრამ თავის დროზე ეს ძალიან რთული იყო და ჩვენ შეიძლება ადრეს აღმინიშნავს ამის შესახებ რაღაცნაირი გულმოწყალებაც გქონდეს გარკვეულ პირთა მიმართ, ყოველ შემთხვევაში ისინი რომლებიც გულწრფელად ყველა არ ცდება თავისთავად ცხადია გულწრფელად, მაგრამ რაღაც ნაწილი წრფელად არის სომილებაში ფიქრობთ რომ ეს ასია. და ამიტომ რამდენადაც ეს იოლი არ იყო, შეიძლება ბევრი უბრალოდ შეცდა, იმიტომ რომ გონებითად ვერ ჩაწვდა ამ საიდუმლოს. ეკლესიის მამათა სწავლებით აღიარება მაცხოვრის ორბუნებოვნებისა რაღაცა თვითმიზანი კი არ არის ჩვენგან და არც ერთი დოგმატი და არც ერთი დებულება ეკლესიისგან გამოთქმული რაღაც სხვათა წინაშე, სხვათა მიმართ თვითმიზნურად კი არ გამოითქმის მხოლოდ და მხოლოდ სულიერი და ამქვეყნიური ფაქტებიდან და მოვლენებიდან გამომდინარე. ანუ სხვა ახსნას რო ვერ მივცემთ. საკმარისია სხვა ახსნა მივცეთ და გავყვეთ ამ მსჯელობას. იონე პეტრიძის გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, მაშინ ვნახავთ ვითარი ესე იგი უკეთურებაი შეუდგს. ანუ რა გაუკუღმართება და უკეთურება მოყვება თუ სხვა რამეს დაუშვებ და გავყვევით მსჯელობის რიგს, აი მაშინ ახლა ზოგადი და გარეგანი საკითხი შეიძლება ის სხვას დამაჯერებელი იყოს იმისთვის როცა იტყვით რომ განკაცებული ღმერთი ერთი ბუნებაა, მაგრამ აბა გავყვეთ ამ მსჯელობას, რამხელა გაუკუღმართებებამდე მივალთ. იმიტომ რომ თუ ორი ბუნების ერთ ბუნებად შეერთება შეიძლება და ერთი ბუნება მარადიულია და შეუქმნელია და მეორე ბუნება შექმნილი ადამიანური, აი ამ ერთ ბუნებაში რომელი თვისება, ბუნებაში არ შეიძლება წინააღმდეგობრივი თვისებები იყოს. ჰიპოსტაზში შეიძლება. და ადამიანი არის ამის ნიმუში, რომ ადამიანი არის ერთი ჰიპოსტაზი, ორი ბუნებით, ყველა ჩვენთაგანი ვართ სულიერი და ხორციელი ბუნების მქონენი. სული და ხორცი ერთ ბუნებად ვერასოდეს ვერ შედგება. იმიტომ რომ დაუშვათ სულის თვისება, უხორცოვება, ხორცის თვისება, ხორციელება, პირიქით. თუ ესენი ერთ ბუნებად შედგა, ამ ერთ ბუნებას რომელი თვისება აქვს, ხორციელება თუ უხორცოვება, უხილაობა თუ ხილულობა, უკვდავობა თუ მოკვდავობა და სხვა. ჰიპოსტაზი ორივეს გამოხატავს. ჩვენი ჰიპოსტაზი ერთდროულად ხორციელისა და უხორცოს, სულის მხრივ, ხორციელი სხეულის მხრივ. უხილავი და ხილული, უკვდავი და მოკვდავი, სულით უკვდავი ვართ, ხორცით მოკვდავნი და ასე შემდეგ. ჰიპოსტაზში შედგენილი, ამიტომ ითქმის, როცა ერთი ჰიპოსტაზი ორი განსხვავებული ბუნების თვისებებს გამოხატავს, ასეთი ჰიპოსტაზი ყოველთვის შედგენილად ითქმის, ანუ რთულია ასეთი ჰიპოსტაზი, ხოლო როდესაც ერთი ჰიპოსტაზი ერთი ბუნების თვისებებს გამოხატავს, ასეთი ჰიპოსტაზი მარტივია. და ჩვენ ამის ნიმუში ადრეს გქონდა მოდალი რომ ანგელოზთა ჰიპოსტაზი ნებისმიერი ანგელოზისა მარტივია, იმიტომ რომ მხოლოდ ანგელოზურ ბუნებას გამოხატავს. იმავე ჰიპოსტაზს ანგელოზურ ბუნებასთან ერთად დაუშვათ ცხოველური ბუნების გამოხატვაც რომ ქონოდა ანგელოზის რომ მაშინ ეს ჰიპოსტაზი უკვე შედგენილი იქნებოდა. ადამიანის შემთხვევაში ზედმიწევნით ასე გახლავთ რომ ჩვენი ანგელოზებთან თანაარსი რაცა ესა სულიერი ბუნება, ამით ვართ თანაარსნი ანგელოზებისა, ხორციელებით ვართ პირუთხთა და ესე იგი ხილულ სამყაროსთან თანაარსნი, ეს ორი ბუნება დიამეტრულად განსხვავებულია, მაგრამ ერთ ჰიპოსტაზში გამოიხატება და ერთ ჰიპოსტაზში გამოხატულება ორი განსხვავებული ბუნებისა აღნიშნულ ჰიპოსტაზს წარმოაჩენს შედგენილად.
ამიტომაა რომ ეკლესია დოგმატურად ასწავლის რომ განკაცებული ღმერთი ჰიპოსტასურად შედგენილი, ანუ მისი ჰიპოსტასი შედგენილია განკაცების შემდეგ, განკაცების პირველ წამიდანვე, მაგრამ არა განკაცებამდე, იმიტომ რომ განკაცებამდე მაცხოვრის ჰიპოსტასი მხოლოდ საფრთხო ბუნების თვისებებს გამოხატავდა თავის თავში, შესაბამისად ეს ჰიპოსტასი იყო მარტივი, განკაცების პირველ წამიდანვე, რადგან იმავე ჰიპოსტასმა, ღმერთმა ჰიპოსტასმა იტვირთა და ივალდებულა ადამიანური ბუნების, საფრთხო ბუნებისგან დიამეტრულად განსხვავებული ბუნების, ადამიანური ბუნების თვისებათა გამოხატვაც თავის თავში, პარალელურად იმისა, რომ მარადიულად გამოხატავს ის, რა თქმა უნდა, საფრთხო ბუნების თვისებებს და დიამეტრულად განსხვავებული თვისებანი დაიტია თავის თავში, აი ეს ჰიპოსტასი განკაცების პირველ წამიდანვე უკვე არის შედგენილი. ანუ ჰიპოსტასი შეიძლება მარტივი იყოს და შედგენილი, მაგრამ არ შეიძლება ბუნება იყოს შედგენილი. ბუნება ყოველთვის მარტივია. იმიტომ რომ ბუნება, როგორც ადრეც რამდენჯერმე ჩვენ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ განზოგადებულ ამ ბუნების მქონე ყველა ჰიპოსტასისთვის ნიშანდობლივ თვისებათა ერთობლიობა, ესაა ბუნება. და ეს, ანუ ბუნებითი თვისებები ისეთია, რომლებიც საწინააღმდეგოს ვერანაირად ვერ იგუებს, იმიტომ ეს ბუნება მოისპოვა მაშინ. ბუნებაში თუ ერთდრო, ბუნებაში სწორედ ის თვისებებია, რაც ბუნებითია და ყოვლად შეუძლებელია, რომ მას რაიმე საწინააღმდეგო შეეხოს. ჩვენი ბუნებითი თვისება, მაგალითად ადამიანებისა მოაზროვნეობა. საკმარისია რომ ჩვენ მოაზროვნების თვისებასთან ერთად ბუნებაშივე გვქონდეს აზრს მოკლებულობა, უგონებობა და სხვა, ეს ბუნება დაირღვევა თავის თავში, რომელი თვისება აქვს მას, არც ერთი ბუნებითი თვისება ჩვენში აღარ გამოვლინდება. შეუძლებელია ერთი და იგივე ბუნება ერთდროულად იყოს შეუქმნელობის თვისების მქონეს და შექმნილობის თვისების მქონეს. იმიტომ რომელია ეს ერთი ბუნების თვისება? ბუნებითი თვისება ყოველთვის თითო გახლავთ, ყოველთვის ერთი გახლავთ და საწინააღმდეგოს თავის თავში ვერასოდეს ვერ დაუშვებს. ამით განსხვავდება ბუნება ჰიპოსტასისგან. ჰიპოსტასმა როგორც თვისებათა ამამოქმედებელმა, ასე შეგვიძლია ჩვენ ჰიპოსტასი გავსაზრდოთ, რომ ჰიპოსტასი გახლავთ ბუნებითი თვისებების ამამოქმედებელი. ჰიპოსტასში რომ მოქმედებას არ იძენდეს ბუნებითი თვისებები, მაშინ ეს ბუნებითი თვისებები ჩვენგან და საერთოდ დაუნახავი და შეუმეცნებელი იქნებოდა. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებდით, რომ ადამიანს აქვს მოაზროვნეობის თვისება, კონკრეტულ მოაზროვნეს რომ არ ხედავდეთ. აი ეს კონკრეტული მოაზროვნე ჰიპოსტასია, რომელიც მოაზროვნეობის ბუნებით თვისებას თავის თავში ასე იგი, რომელსაც ბუნებითი თვისება მოაზროვნეებისა თავის თავში მოქმედებაში მოჰყავს. მოქმედებაში ვისაც მოჰყავს ბუნებითი თვისებები, სწორედ ესაა ჰიპოსტასი. და ჰიპოსტასს შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა ბუნების თვისებანი მოიყვანოს მოქმედებაში, როგორც ამაზე ჩვენ ვშელობდით და აქედან გამომდინარე, რომ ჰიპოსტასი ითქმის მარტივად და შედგენილად, მაგრამ ბუნებითი თვისება სწორედ ისაა, რაც მხოლოდ ამ ბუნებისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ ის მეორე ბუნების თვისებებს არ შეერვებს. ამიტომაა პრინციპულად მიუღებელი საეკლესიო სწავლებისთვის თქმა იმისა, რომ ორი ბუნება განკაცებისას ერთ ბუნებად შეერთდა. რაც გახდათ ფუნდამენტი სწორედ მონოფიზიტური სწავლებისა, ზოგადად მონოფიზიტობა, როგორც ტერმინი, ესა რაღაცა უფრო პირობითია, იმიტომ რომ დღესაც არის ამაზე გაცხოველებული საუბარი და თვითონ მონოფიზიტობის ყველაზე უფრო ჩვენს მეზობლად ცნობილი წარმომადგენლები სომხები იჩემებენ, რომ ჩვენ არ ვართო მონოფიზიტები, ჩვენ ვართო მიაფიზიტები, ვითომ რამე პრინციპული სხვაობა იყოს ამაში. მია ბერძნულში ნიშნავს იმავე ერთს. მესამ დედრობითი სქესის, აი რუსულად რაც ადნა, აი ამას ნიშნავს მია, ჰეის მიახენ, ეს გახლავთ ერთი ბერძნულად. მონოს არის მხოლო. მხოლო ბუნების ამხსარებელი იქნება თუ ერთი ბუნების ამხსარებელი, პრინციპული ოდნავი მაინც პრინციპული სხვაობა ამ საკითხში არ გახლავთ, ისინი აღიარებენ, რაც მთავარია ორი ბუნების შერწყმას. აი ესა, გინდა მიაფიზიტობა უწოდოთ მას, გინდა მონოფიზიტობა, მიიჩნევენ, რომ როდესაც ორი ბუნება შეერთდა, უფრო მძლავრმა, უფრო კნინობითი და უფრო სუსტი თავის თავში შეირწყა, შთანთქა და მოაქვთ ასეთი ნიმუში, როგორც გავარვარებულ რკინას და ეწვეთება წვეთი, ეს წვეთი მაშინვე აორთქლდება და ესე იგი შთანთქავს ეს რკინის გავარვარებულობა და სიმხურვალე ამ წვეთს და სიმხურვალე ღმრთეებისა ამბობენ ისინი შეეხურა კაცობრივ ბუნებას, უაღრესად და განუზომლად მასზე უფრო დამცრობილსა და კნინობიც, ისვე შთანთქა და აორთქლა ის და თავის თავში შეისრუდა და სხვა. რა თქმა უნდა, მონოფიზიტებში არის სხვადასხვაობანი, არის უკიდურესი მონოფიზიტები, როგორც იყო ევტიქი და ევტიქიანელები და ეხლა ესა თუ ის აღსარებლობა ზოგჯერ იცვლის თავის სახეს საუკუნეთა მანძილზე და სომხები თავის დროზე ევტიქიანელები გახდნენ. მე იაკობიტები გახდნენ, იაკობი იყო მე-6 საუკუნის წარმომადგენელი იმავე მონოფიზიტობისა, მანამდე და ამ პერიოდში მე-6 საუკუნის დამდელი სევეროს ანტიოქელი, შედარებით უფრო ზომიერი მონოფიზიტი და სხვა, მაგრამ ზოგადი ეს ზომიერება და უკიდურესობა რითი განისაზღვრება. მონოფიზიტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთლიანად მოხდა კაცობრივი ბუნების შთანთქმა ღვთაებისგან
ნაწილი მიიჩნევს რომ მთლიანად არ მომხდარა რაღაც ნაწილი და ნაწილი შენარჩუნდა და სხვა ანუ მათში სხვაობა არის მხოლოდ იმ კუთხით ეს შერწყმა და ღვთაებისგან კაცების შთანთქმა რა ხარისხით და რა დოზით მოხდა მაგრამ რომ მოხდა ამას ყველა აღიარებს მაშინ როცა მართლმადიდებლობა პრინციპულად უარყოფს არათუ ნაწილები თუნდაც ერთი რომელიმე თვისების მხრივ კაცობრივი ბუნების შერწყმას ღვთაებასთან გამომდინარე იქიდან რომ უკლებლი ყველა თვისება კაცობრივი ბუნებისა განესხვავება საღვთო ბუნების ბუნებით თვისებებს სხვა თუ არაფერი კაცობრივ ბუნებას ღირსებანიც კი მადლისმიერად აქვს მაშინ როცა ბუნებითად აქვს ყველა ეს ღირსება და განზომლად აღმატებულად ღვთაებას ანუ არსებობის და მყოფობის წყაროც კი ამა თუ იმ თვისებისა განსხვავებულია ღვთაებასა და კაცებაში ღვთაებას ყოველივე ბუნებითად აქვს და შეუქმნელად ხოლო ადამიანს ყოველივე აქვს შექმნილობითად, ბოძებითად თუ ღირსებაზეა ლაპარაკი და არა ის რომ მარადიულად რომელიმე თვისების მქონე იყოს ის. ასე რომ ეს ორი ბუნების ორბუნებადვე შენარჩუნება და მარადიულად დაცვა გამომდინარეობს ზოგადად ბუნების შესახებ მოძღვრებისგან და ეს მოძღვრება ბუნების შესახებ საეკლესიო წიაღში არ წარმოშობილა ანტიკურ პერიოდში, როდესაც ზოგადად განიხილებოდა სხვადასხვა რეალიები, ფილოსოფიური სხვადასხვა რეალიები, მათ შორის ბუნება, ჰიპოსტასი, ხატი და ასე შემდეგ. მკაფიოდი იქნა ჩამოყალიბებული თუ რას ნიშნავს ბუნება და დადგინდა რომ ბუნება ყოველთვის მარტივია, ის არასოდეს შედგენილი არ ხდება და ის რაც მარტივია თავის თავში განსხვავებულ თვისებებს ვერასოდეს ვერ დაიტევს. შესაბამისად, თუ ჩვენ საუბრობთ ამა თუ იმ ბუნებაზე, ის ბუნება თავისი მარტივი თვისებებით უნდა იყოს. მაგრამ როგორც წმინდა მაქსიმე აღსარებელი ამბობს, თუ მონოფიზიტთან მსგავსად დაუშვებთ, რომ ორი ბუნება ერთ ბუნებად შეერთა და შეზავდა ერთ ბუნებად, კენტავრის მსგავსად, რომ თავი სხვა ცხოველისაა და ტანი სხვა ცხოველისა და ეს მითოლოგიაში თუ დასაშვებია შესაძლებელია კი მსგავსი რამ ბუნებაში, როდესაც ჩვენ დაუშვათ ვივარაუდებთ, რომ ღვთაების უქმნელობის თვისება შეუზავდა კაცების ქნილობის თვისება და რაღაც მესამე თვისება მივიღეთ. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე უნდა იყოს, ან და ამ ორისგან მესამე უნდა იყოს. აი ესაა დაშვებათა მაქსიმუმი. თუ უქმნელობა არის ამ ერთ ბუნებაში განკაცებულ ღვთისაში, მაშინ ის არ განკაცებულა. იმიტომ განკაცებულობა თავისთავად ქნილობის თვისებას მიღება, ქნილობის თვისების მიღებას ნიშნავს. თუ ეს ერთი თვისება პირიქით ქნილობა შენარჩუნდა, მაშინ და უქმნელება გაუქმდა, მაშინ პირიქით კაცებას შთაუნთქავს ღვთაება და არაპირიქით ეს თავისთავად შეუძლებელია, მაგრამ თუ ამ ორი თვისებიდან მესამე რამ მივიღეთ, რომელია ეს მესამე თვისება, ერთდროულად უქმნელობაც უნდა იყოს და ქნილობაც ყოვლად შეუძლებელია და ეს მდგომარეობა, რომ სხვადასხვა ბუნებითი თვისებანი ორი ბუნების ერთ ბუნებად შეზავებას აბსოლუტურად უარყოფს და გამორიცხავს, აი ეს დებულება ქვაკუთხედი ხდება იმ აღსარებისა, რომ მაცხოვარი განკაცების შემდეგ და მარადიულად არის ორი სრული ბუნების შემნარჩუნებელი და დამცველი თავის თავში. იმ ფორმულირებით, რაც უკვე გითხარით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მაცხოვარი არის ორი ბუნებისგან, ან და ორი ბუნებით, ან და ორ ბუნებაში. და ზოგჯერ ასეც ითქმის, რომ მაცხოვარი ერთი ჰიპოსტაზი არის ორი ბუნება. ეს ითქმის რომ რა შემთხვევაში ითქმის, როდესაც გვინდა აღნიშნოთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან ვინც იშვა, ის ორი ბუნების მქონე იშვა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან არ შობილა ორი ბუნება. აქ არის ასეთი ფორმულირება, როდესაც განისაზღვრება ყოვლადწმინდა მარიამის ღვთისმშობლობა, რასაც დაუშვათ უარყოფდა ნესტორიანიზმი. ამას არ უარყოფდა მონოფიზიტობა, იმიტომ რომ მონოფიზიტობა არ მიიჩნევდა, რომ ესე იგი კაცება არ იყო შეერთებული ღმერთთან, პირიქით ის შეერთების ისეთ ხარისხს ამბობდა, რომ საერთოდ შეერწყა ღვთაებას კაცება და მარიამისგან ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი იშვა, რა თქმა უნდა. ოღონ ამ ღმერთში კაცობრივი ბუნება იყო გაუქმებული, ესაა მონოფიზიტობა. ნესტორიანელობა გახლავთ მონოფიზიტობის საწინააღმდეგო გაუგუმართება და მიუხედავად აქ არის ასეთი ამბავი, მონოფიზიტობა ცოცხლად შემორჩა ჩვენამდე. დღესაც მონოფიზიტობა, მე ვამბობ ეკლესიურად და აღსარებლობითად მონოფიზიტები არიან. რაც შეეხება ნესტორიანელობას, ნესტორიანელობა, რომელიც უფრო ვერაგი გაუგუმართებაა ბევრად ვიდრე მონოფიზიტობა, ასე ვთქვათ, ეკლესიურად დღეს შეიძლება სადღაც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივ მოქმედებაში ჩვენ მას ვერ ხედავთ და გონია, რომ ნესტორიანელობა დაძლეულია. სინამდვილეში ეს ასე არ გახლავთ. ნესტორიანელობა გაცილებით ძნელად დასაძლევია, მე ვამბობ მართლმადიდებელთა მხრიდან, რა თქმა უნდა, ვიდრე მონოფიზიტობა. მონოფიზიტობა გამოთქმაშივე განესხვავება და ემიჯნება მართლმადიდებლობა, იმიტომ რომ ერთ ბუნებას აღიარებს და მხოლო ბუნებას აღიარებს განკაცებული ღვთისას და მართლმადიდებლობა ორ ბუნებას რო აღიარებს, ამ ფორმულაშივეა უკვე პრინციპული გამიჯვნა. მაშინ როცა ნესტორიანელობა აღიარებს განკაცებული ღმერთის ორ ბუნებას დიოფიზიტობის მსგავსად და გარეგანად ესე იგი ისეთი გონებისთვის, რომელიც მოვლენებს არში ვერ წუდება, ეს ერთლიანობა წარმოჩნდება და ყოველთვის ასე იყო. მაგალითად, სომხები, როდესაც ეპექრებოდნენ ქართველებს, ნესტორიანელებს უწოდებდნენ.
და კირიონს მოუწოდებდნენ, რომ ეს ნესტორიანელები, რომლებიც ჩამოიყვანენ მათ ქართლში, მაქედან გააძევი, ანუ მართლმადიდებელი მოძღვარნი საბერძნეთიდან ქართლში ჩამოსულები, რომ როგორც ჩანს ესე იგი სწავლება ორბუნებოვნების შესახებ უფრო ღრმად დაენერგათ ჩვენთან. აი ესენი ყველანი ერთთლიანად სომეხთაგან აღიქმებიან ნესტორიანელებად. თვითონ ნესტორი ცხადია, ნესტორიანელებად აღიქმებიან სომეხთაგან, მაგრამ მართლმადიდებლების, დიოფიზიტების მათთვის იგივე ნესტორიანელები არიან, რადგანაც ორივენი, ესე იგი ნესტორიანელების და მართლმადიდებლების ორბუნებას აღიარებენ განკაცებული ღვთისას. მაგრამ აქ პრინციპული გამიჯნო და დღესაც გახლავთ სამწუხარო, მე ამაზე რამდენიმე პუბლიკაცია მქონდა, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ერეტიკული, ასე ვთქვათ, ერეტიკული პუბლიკაციები მართლმადიდებლობის ნიღბით სწორედ ნესტორიანის გულისხმობს და მრავალგზის მქონდა ამასთან დაკავშირებით გამოხმაურება, ამაზე ახლა ამჯერად არ ავნიშნავთ, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ნესტორიანიზმის ბაცილალი ყველაზე ძნელად აღმოსაფრელი. გარეგანად ის ძალიან ადვილია მრევლს წარმოუჩინო როგორც მართლმადიდებლობა, როგორც დიოფიზიტური ამხსარებლობა ორი ბუნებისა, თავისი არსით ის იყოს სრული გაუგუღმართება და აი ეს როგორ გავარკვიოთ, ესაა ცენტრალური საკითხი, იმიტომ რომ სომხები რომ ორბუნებას არ აღიარებენ, უკვე გამიჯნული ვართ მათგან, მაგრამ ისინი რომლებიც ჩვენს მსგავსად თითქოს და ორბუნებას აღიარებენ, რაში არის ჩვენთან თანხმობაში და რითი ემიჯნება ჩვენს სწავლებას. აქ გახლავთ ასეთი პრინციპული მოვლენა. საერთოდ ამაზე იყო უაღრესად ესე იგი ვრცელი ხანგრძლივი პაექრობანი, ასე რომ მასალობრივად ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, ასე შეიძლება ითქვას. პაექრობა საერთოდ მაცხოვრის განკაცებასთან დაკავშირებით დოგმატური პაექრობა ყოველთვის მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, პირველი საუკუნიდან, მაგრამ მთელი თავისი მოცულობით და უაღრესად გააქტიურებულად ის აღიძრა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ნესტორი. 428 წელს. 428 წელს, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ნესტორი, ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქის კი შეიძლება გახდეს ამის თქმა მინდა ერეტიკოსი და პატრიარქობა და ეპისკოპოსობა და გნებავთლობა სულ არ ნიშნავს, რომ პიროვნება თავისუფალია ერესისგან. არის ზოგჯერ პაექრობაში ის მღვდელია და შენ ერისკაცი დაუშვათ რატო ეპაექრები, თითქოს მგლობა არის პირიქით ყველა ერესი მათგან სასულიერო ფეის გამოდის, რომ ჩვენ არ ვიცით ერესების ისტორიაში ამა თუ იმ ერესის წყარო ყოფილიყოს ერისკაცი. ყოველთვის წყაროანი მღვდელი, რომელსაც რაღაცა ჰალუცინაციები დღესაც არის გარკვეული პირები, ნახლად გამოქვეყნდა სხვათა შორის, ერთი თამარ მეფეზე კი ქონდა პუბლიკაცია თქვენ ნახეთ გულიგონიაში, მაგრამ ანალოგიური, ასე ვთქვათ, მოძღვრება, რომ დავით აღმაშენებელი არის ბუნებითი ღმერთი, რომელმან შექმნა ეს სამყარო. ამას ქადაგებს მღვდელი, რომელიც მოქმედი მღვდელია და დაყენებული არა ჯერ კიდევ მგლობისგან. და მისი პუბლიკაციები ვრცელდება. დღესაც ქადაგებს, იმიტომ არავის ახლა მომიტანეს ზუსტად ერთ-ერთმა პიროვნებამ მოიტანა ნაშრომი, ეთყობა მისი შთაგონებით და ეკლესიის მამათა გამონათქვამები სხვადასხვა საკითხზე. და გავიხედე ამ მოძღვრის სახელები და გამონათქვამები არა ყველაზე ხშირად თანამედროვე მოძღვარი. იქ არის ბასილი დიდი ისა და აგერ ეს ბასილაძე წერია, ვითომ იმათთან გატოლებული მოძღვარი. ასეთი იყო. ახლა ჩვენ სხვა საკითხზე რა თქმა უნდა არ გადავართ, უბრალოდ იმის გამოკვეთა მინდა ნესტორიანისა და მართლმადიდებლობას შორის რა პრინციპული სხვაობაა. ჩვენ კიდევ ერთხელ რომ სურათი ესე იგი ობიექტურად შევაფასოთ, პარალელიზმი არის ყველაზე უფრო კარგი შესაძლებლობა. თქვათ ასე, განკაცებასთან დაკავშირებით სამი ძირითადი მოძღვრება იცით, ჯერ ნუ ვიტყვით რომელია ჭეშმარიტი და რომელია ზოგადად სამ ობიექტურად თუ ათეისტის პოზიციიდან სამი ძირითადი მოძღვრება იცით ეკლესიამ. ესაა მონოფიზიტური, მართლმადიდებლური და ნესტორიანული. მონოფიზიტობა, როგორც უკვე არაერთი საუბრობთ, გულისხმობს ორი ბუნების უშვებს ორი ბუნების შერწყმას, ორი ბუნების შეზავებას და ერთბუნებად წარმოჩენას ორი ბუნებისას, რასაც როგორც უკვე ვთქვით, მრავალი უჯეროება ის შეუდგს, ანუ მოყვება თუ ამჯერობა ჩვენ გავყვებით და ამგვარი აღრევით საერთოდ ბუნება როგორც ასეთი უქმდება. და განკაცება აბსოლუტურად ფიქცია წარმოჩნდება, მონოფიზიტობა სხვა არაფერი გახლავთ თუ არა სახეცვლილი, ზოგადად ეს ისედაც ასეა, ნებისმიერი გვიანდელი ერესი გახლავთ უფრო ადრინდელი ერესის სახეცვლილი ფორმა, არაფერი ბუნებითად ახალი ერესების ისტორიაში მე-4-მე-5 საუკუნეებიდან არ არის. ყველაფერი არის პირველ-მეორე საუკუნეებში ჩანასახობრივად გამოვლენილი, ოღონდ არა იმ მასშტაბის მქონე და არავითარი შესაძლებლობა არ ქონდა და ამიტომ არა იმ შესაძლებლობის მქონე როგორც გვიან, მაგრამ თავისი მსოფლმხედველობითი არსით იმ უადრესი ეპოქის ახალი სახესხვაობანი, ეს ეგრეთ წოდებული ქრისტოლოგიური ერესები. მათ შორის მონოფიზიტობა გახლავთ თავდაპირველი ეგრეთ წოდებული დოკეტური ერესის,
გნოსტიციზმის ერთ-ერთი სახეობის აი ამ მასშტაბით გაშლა, დოკეტისტები ამბობენ, რომ მაცხოვრის განგაცება ესაა, რეალურად ის არ განგაცებულა, მას კაცობრივი ბუნება სინამდვილეში არ მიუღია, მხოლოდ აი როგორც ანგელოზი გამოეცხადება ადამიანს და გონია რომ ის ხორჩესმულია, ასე ეზმანა ის ადამიანებს, რომ მისდამი გულისხმური ქონოდათ, ჯვარზე ის არ გაკრულა, არ ჯვარცმულა ის, სვიმონ კვირინელი იყო, რომელიც ჯვარს ეცვა სინამდვილეში, ამბობდნენ ისინი, ანუ თვითონ სიტყვა დოკესის ამას ნიშნავს მოჩვენებას, მანებითობას, არარეალურობას. ძველ ქართულად ეს ითარგმნებოდა როგორც უცნებაი. არა უცნებითად ვიტყვით განგაცებას, ანუ არა მოჩვენებითად, არამედ ბუნებითად და ხორჩესმულად ესაა მართლმადიდებლური სწავლება. მაგრამ აი დოკეტიზმის გვიანდელი გამოვლინება გახლავთ მონოფიზიტობა, იმიტომ რომ მართალია ისინი ამბობენ, რომ კი ვაღიარებთ ორი ბუნების რეალურ შეერთებას და რეალურ შობას კაცობრიად ვაცხოვრისას, მაგრამ რა წამს ღვთაება კაცება შეუერთდა, ეს კაცება რეალურად მოისპო. არ შენარჩუნდა და თუ კაცება არ შენარჩუნდა, მაშინ განკაცება სადღა, მაშინ ჯვარცმა სადღა. ისინი ამბობენ, რომ ეს კაცება მყისვე, შემდეგ და შემდეგ კი არა, მყისვე კაცობრივი ჩასახვისთანავე შეერწყა ღვთაებას. და თუ ეს შერწყმა მოხდა, მაშინ ჯვარცმა როგორღაა რეალური, თუ კაცება არ შენარჩუნდა მაცხოვარში, გამოდის რომ საფრთხო ბუნები ჯვარს ეცვა, ეს რაც თავისთავად ყოვლად შეუძლებელია. და თუ კაცობრივი ბუნები ჯვარს ეცვა, ესე იგი შენარჩუნებულა კაცობრივი ბუნება მაშინ და მას ტკივილი ჭეშმარიტად განუცდია კაცობრივად ჯვარზე, ადამიანურად ნამდვილად მომკვდარა ის და ნამდვილად დადებულა სხეული მის საფლავში და სული კიდევ ჯოჯოხეთ ჩასულა, ესაა მართლმადიდებლური ხსარება, მაგრამ თუ ეს კაცობრივი ბუნება მაშინ შენარჩუნებული არ არის, მაშინ რა აღიზარდა, რა მიქადაგა, რომელი იყო ის ბუნება, რომელიც დაიღალა, რომელმასაც მოშივდა, მოწყურდა, რომელმაც ტკივილი განიცადა, ცრემლი გადმოსდინდა, ჯვარს ეცვა და სხვა. ასე რომ ეს არის ყველაფერი ზმანებითი უკვე. და არანაირი ღვაწლი ეს აღარა, თუ მას კაცობრიად ტკივილი არ განუცდია, ეს ზმანება იყო, რადგა განვიცდით მაცხოვრის ვნებულება ჩვენ, რომ ჯვარს ეცვა ის კაცობრიობის გამოსახსნელად. ასე რომ მონოფიზიტობა გახლავთ დოკეტიზმის ადრეული ერესის გვიანდელი სახესხვაობა გაცილებით მასშტაბური, რაც შეეხება ნესტორიანობას ასევე მკვეთრად გამოხატული ძირები და ფესვები აქვს, ეს სწორედ ნესტორის კონსტანტინოპოლის პატრიარქად გახდომის ჟამს მოხდა გამოკვლეული ეკლესიის მამათაგან. ნესტორმა როცა თავის უხთო გადაგება დაიწყო და ვინც მას ყველაზე ახლოვნად დაუპირისპირდა, ეს გახდა წმინდა კირილი ალექსანდრელი, უდიდესი დოგმატიკოსი. კირილი ალექსანდრელი სხვა მამათა მსგავსად უშუალოდ მხოლოდ ნესტორს და ნესტორისგან ნაქადაგებს არ ებრძვის. ეკლესიის მამები ყოველთვის გამოიკვლევდნენ ძირებს, ფესვებს, რომ მთლიანობაში და მართლა ძირითურთ მომხდარიყო ამა თუ იმ გაუგუღმართების აღმოფხვრა. ამ შემთხვევაშიც კირილე იწყებს ნესტორიანიზმის ფესვების გამოკვლევას და ის მიდის პირველ-მეორე საუკუნეებამდე. ახლა კონკრეტულად ეს წყარო ამ პირველი საუკუნისა მას დასახელებული არ აქვს, მაგრამ ამ წყაროს რაც ეფუძნება და უშუალოდ ორიგენიზმი მისგან მითითებულია მეოთხე საუკუნის წყაროები, განსაკუთრებით დიოდორე ტარსელი და თეოდორე მოფსუესტიელი მკაფიოდ ამითითებული და ამაზე ორი სიტყვით შემდეგაც ვიტყვით, მაგრამ უფრო ადრეული წყარო ის გახლავთ სწორედ გნოსტიციზმის ამ პირველ-მეორე საუკუნეების ცნობილი ერესის მეორე სახეობა. გნოსტიციზმი როგორც გაუგუღმართება არსებითად არის ორსახოვანი. ერთი ესაა დოკეტიზმი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომელიც აკნინებს მაცხოვარში კაცებას და აუქმებს და ზმანებითობა წარმოაჩენს განკაცებას. მეორე ამის საპირისპირო გახლავთ ებიონიზმი. ებიონი იყო პიროვნება და ებიონიტები აქედან არიან, რომლებიც პირუკუ აკნინებენ ღმერთობას განკაცებული ღვთისას და მიიჩნევენ, რომ ის როდესაც იშვა და დაიბადა ადამიანად, არავითარი ღმერთობა მას არ ჰქონდა. ჩვეულებრივ კაცად დაიბადა, მაგრამ იმდენად სათნო იყო სხვა კაცთაგან, რომ უფალმა ისათნოა მისი ამგვარი გამორჩეულობა, სათნოებითი გამორჩეულობა სხვათაგან და თავისი მადლი გადაღვარა მასზე და განააღმრთო ის. თუ დოკეტიზმი ესაა მოჩვენებითი განკაცების აღსარებულობა, ებიონიზმი ეს გახლავთ არა ღვთის განკაცება, არამედ ადამიანის განღრთობის შესახებ მოძღვრება. გამორჩეული ადამიანი განიღრთო, ისინი მიუთითებენ, რომ ეს იყო ნათლისღებისას, როცა მასზე სულიწმინდის მადლი გადავიდა და ის ღმერთად წარმოჩნდა განღრთობილ ადამიანად, ანუ ესაა ებიონიზმი. აი ამის გარკვეული გავრცობა გახლავთ ორიგენიზმის ერთ-ერთი ორიგენიზმი მარტო ეს გაუგუღმართება ცხადი არა, მაგრამ ერთ-ერთი ესეც გახლავთ განკაცებასთან დაკავშირებული ორიგენისტული გაუგუღმართება იმის შესახებ, რომ მაცხოვარი ესე იგი ქმნილება, ორიგენი აღიარებდა, რომ ზეღმერთი არის ქმნილება. განკაცებამდეც.
განკაცებამდეც ქმნილება, ანუ არიანელობის საფუძვლები შექმნა ორიგენემ. არიანელობა ეს ერესის ორედეს გახლავთ, რომ ზღმერთის ღმერთობაც არაა ბუნებითი ღმერთობა, ეს პირობითად უწოდებ ჩვენ მას ღმერთს, ის ქმნილია, განკაცებამდეც ქმნილია და ეს ანუ ქმნილებათა შორის პირველია და მერე ადამიანად მოვიდა ჩვენამდე. ესა არიანელობა, რომელსაც საფუძვლები შეუმზადა, ესე იგი ორიგენემ. მაგრამ ნესტორიანიზმის მკვეთრი გამოვლენა ჩვენ წინაშე წარმოჩნდება მე-4 საუკუნის მიწურულში ორი მაშინ უაღრესად დიდად დაფასებული მოღვაწისგან, ეს გახდათ როგორც ვიკითხარი დიოდორე ტარსელი და თეოდორე მოფსუესტიელი, ისინი მეტად ავტორიტეტული პირები იყვნენ, იმდენად დიდნი, რომ მეორე მსოფლიო კრების 391 წლის კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრების სინოდალურ აქტებში, ანუ საკრებო აქტებში, მაგალითად დიოდორე ტარსელს ეწოდება მართლმადიდებლობის კლდე. ისინი ისე აღესრულნენ, რომ თავს მიიჩნევდნენ მართლმადიდებლობის ბურჯებად. და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდათ, მაგრამ და მათ შრომებზე აღიზარდა ნესტორი. მათ იმდენი შრომა დაწერეს, რომ ამ შრომებში ნესტორიანიზმის ბაცილა სად იყო, ამის გამოკვლევა მაშინ შეუძლებელი ჩანდა, იმიტომ რომ ჯერ მთელი წმინდა წერილი განმარტეს სიტყვასიტყვით, წერილობითად და წარმოიდგინეთ რა რაოდენობის შრომები ახლა წმინდა წერილი განმარტა. ამის გარდა მრავალი სხვა შრომაც ჰქონდა დაწერილი და ეს ყველაფერი უნდა შესწავლილიყო, რომ მათ შესახებ ჩამოყალიბებული აზრი ჰქონოდა, რა აღსარებლობა ჰქონდათ მას. მაგრამ ეს არც იდგა დღის წესრიგში, იმდენად ავტორიტეტული მოღვაწენი იყვნენ და იმდენად შეუვალი ავტორიტეტები თითქოს და მართლმადიდებლობის პოზიციიდან. როდესაც კირილე ალექსანდრიევმა ნესტორისგან ნაქადაგების შესწავლა დაიწყო და რაზე აღიზარდა, ცხადია ეს იცოდა და უშუალო წინაპრების შრომათა შესწავლა შეუდგა, მიადგა სწორედ ამ ორ დიდ სახელს, დიოდორესა და თეოდორეს სახელს, რომელთა ანათემირება მიუხედავად იმისა, რომ კირილე ცხადია ამ დროს ეპისკოპოსი იყო, მან ვერ შეძლო. იმ იკონომიის გამო, რომ ამ ორი პირის ანათემირება გამოიწვევდა ძალიან დიდ მღელვარებას, ბევრ ძალიან გულწრფელად ჯეროდა ამ ადამიანებს და მართლმადიდებლად მიიჩნევდა. ამიტომ კირილემ, როგორც ეს საეკლესიო წესგანგება, უეჭველი და უცვალებელი წესგანგება, მასალა დასდო შემდგომისთვის, მათი ანათემირებისთვის, მან 438 წელს გამოსცა თავის სახელგანთქმული შრომა დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ, რასაც დაეფუძნა თითქმის 1 საუკუნის და ცოტა მეტი შემდეგ 553 წელს კონსტანტინოპოლის მე-5 მსოფლიო კრება, როდესაც ამ ორი პირის ანათემირება მოხდა, მაგრამ იმ დროს ვერ მოხდა. იმიტომ ხილებული იქნა, მაგრამ ანათემირება ეკლესიის არასოდეს არ გახლავთ თვითმიზანი. ანათემა გახლავთ ყოველთვის პედაგოგიური მოღვაწეობა ეკლესიისა. ანათემამდეც ეკლესია მხოლოდ მამხილებელი კი არა, ამავე დროს ამზრდელიცაა და ეს ამზრდელობაა ის მამხილებლობის ფუნქციაც. როდესაც ადამიანი რაღაც შეცდომას უშვებს, ხისვე არასოდეს არ მოიკვეთს მას ეკლესია, ყოველთვის შეაგონებს მრავალგზის, თუ ეს ცდომილებაში ყოფნი დიდი რაოდენობაა, ეს შეგონებითი ხანგრძლივდება. ჩვენ კათოლიკობასთან განხეთქილება რომ მოხდა 11 საუკუნის 50-იან წლებში, 54-56 წლებში ის ცდომილებანი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მე-6 საუკუნეში. არავითარი განსხვავება იმავე სიმკვეთრის სხვადასხვა ლათინ მოღვაწეთაგან გამოთქმული. და ეს ცდომილება ეკლესიისგან შესამჩნევი იყო, ფოტი პატრიარქი რა დაუნდობლად ამხილებდა რომის პაპის უკეთურებებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შეგონებითი პერიოდია. როცა ამ იკონომიას აქვს, როგორც წმინდა ნიკონიმე მთაწმიდელი გვეუბნება, იკონომიას აქვს დასასრული. იკონომია ანუ განგებულებითი, შეგონებითი პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არ მოიკვეთ. აი ესა იკონომია. ამას აქვს თავისი ხანგრძლივობა, შეიძლება ძალიან ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მას ყოველთვის დასასრული აქვს. ის დაუსრულებელი არაა. ამ შემთხვევაში გავიდა 5-6 საუკუნე და ბოლოს, როდესაც ეკლესია მიიჩნევს ასევე პედაგოგიურ მიზანდასახულებას, რომ ის უკურნებელია ვისაცები, გამორიცხულია, რომ ის შეგონებითად გამოსწორდეს და მეტიც უკვე საფრთხეა, რომ მისი სნეულება სხვებზეც გავრცელდეს, როგორც რაიმე კიდური, როცა უკურნებელი სენითაა და შეიძლება მისგან მთელ სხეულზე გავრცელდეს, მოსაკვეთია ის, აი მხოლოდ მაშინ ხდება მოკვეთა და ყოველთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ესა პედაგოგიური მიზანდასახულობით ნაკარნახევი. ამ შემთხვევაშიც, ესე იგი, ნესტორის წინააღმდეგ, როდესაც კირილი აღიზრდა და თუნდაც დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ, მათ მიმდევრებს კისიერად კი არ მოიკვეთს. გამოკვეთს მაცდომილებებს და ეკლესიას სამოღვაწეოდ, ეკლესიის შემდგომ თაობებს სამოღვაწეოდ უტოვებს, რომ დააკვირდნენ მოვლენებს, ვინც მოქცევადია, ვინც შეიძლება მოbrunდეს, მოაბრუნებს მათ, დანარჩენ თუ უკურნებელი აღმოჩნდება და ვინც არ მოbrunდება, რა თქმა უნდა, მათი მოკვეთა უნდა მოხდეს, რომ სენი არ განივცოს. აი ამ ორ დიდ სახელს მიადგა და ნესტორთან დაუღალავი ბრძოლის შემდეგ ჩვენ ხედავთ ასეთ სასიკეთო მოვლენას, რომ არაიშვიათად ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია, ერესთან პაექრობა უაღრესად დიდი სიკეთის მომდანი ხდება საეკლესიო მოძღვრებისთვის, რადგანაც ესა თუ ის დოგმატი, როდესაც ეს დოგმატი საფრთხის ქვეშ დგება, გაცილებით უფრო კომენტირებული და განმარტებული ხდება ეკლესიის მამათაგან, ვიდრე აქამდე იყო. ვიდრე მას რამე საფრთხე შეეხებოდა. ამ შემთხვევაშიც კირილე ებრძვის რა ნესტორს, მან გამოკვეთა მოძღვრება იმის შესახებ, რომ განკაცებული ღმერთი არის ერთი ჰიპოსტასი. იმიტომ რომ ნესტორი თითქოს ორბუნებოვნების ამხსარებელი, აი ამას უარყოფდა.
ორბუნებას კი აღიარებს ნესტორი განკაცებული ღვთისას და ორბუნებას აღიარებს დიოდორეს და თეოდორეს, მაგრამ ორბუნებას როგორ აღიარებენ და რასთან დაპირისპირებაში? დიოდორესა და თეოდორეს გაუკუღმართება წარმოიშვა მაშინ, როდესაც ისინი აპოლინარიზმის წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ანუ, როდესაც ამა თუ იმ ერეს ერეტიკულად ებრძვი, ერესის წინააღმდეგ არსებობს ბრძოლის ორი სახეობა, ერეტიკული და მართლმადიდებლური. მართლმადიდებლური არის გამოწვეული შემფასებლობითი თუ რამ ღირსება იმის ხაზგასმით აღნიშნვა, გამოყოფა იმ ღირსებისა ცალკე და რაც უკეთურია, მხოლოდ იმის წინააღმდეგ ბრძოლა. ერეტიკული არის ფანატიკური, ყოველგვარი განჯისა და ანალიზის გარშემო მთლიანად და ყოვლითურთ უარყოფა იმისა, რასაც ებრძვის, ერთისგან გამომდინარე ყველაფერს რო უარყოფ, განუსჯელად და მიუხედავად იმისა, ესა თუ ის რაღაც ნაწილი მას შეიძლება მართებული იყოს. აი ასეთი ფანატიკური აპოლინარიზმის წინააღმდეგ, აპოლინარიზმი, რომელიც ფაქტობრივად მონოფიზიტობაა და ერთბუნებას აღიარებს ასე განკაცებული ღვთისას, საღვთიური გონებითა და კაცობრივი სხეულით, პირობითად რომ ვთქვა, მის წინააღმდეგ მიმართული დიოდორი და თეოდორე ცდილობენ, რომ წმინდა წერილში აღმოაჩინონ მაცხოვრის სრული კაცობრივი ბუნების დამადასტურებელი გამონათქვამები და სახარებაში რა თქმა უნდა ამგვარი რამ რამდენი იქნება ვინმე რომ დაიღალა, მოშივდა, მოწოდა ეს ბუნებითად ღმერთს, რომელსაც კაცება არ აქვს, ადი არ შეუძლია განიცადოს და იმდენად გააღრმავდნენ ამ გულ გაღმევას უარყოფითი გაგებით ვამბობთ დიოდორი და თეოდორე მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ჭეშმარიტების დამტკიცებაში, რომ მხოლოდ კაცობრივი ბუნების შესახებ კი არ იქადაგეს, კაცობრივი პიროვნების შესახებ ისინი ამბობდნენ დაიღალა ვინ? ბუნება თავისთავად არ დაიღლება. ესე იგი დაიღალა კაცობა, ამიტომ ღმერთი როგორ შეიძლება დაიღალოს? აი ეს იყო მათი იმდენად უკიდურესად დაუპირისპირდნენ მონოფიზიტობას, რომ ორობა აღიარეს არა მხოლოდ ბუნებასთან დაკავშირებით, არამედ ჰიპოსტასთან დაკავშირებითაც, რომ განკაცებული ღმერთი არა მხოლოდ ბუნებითაა ორი, არამედ ჰიპოსტასურადაც ორია, რომ საღვთო ბუნების თვისებებს ღმერთი ჰიპოსტასი გამოხატავს, კაცობრივი ბუნების თვისებებს კაცი ჰიპოსტასი და ეს ორი ჰიპოსტასია შეერთებული. ძე ღვთისა, მარადიული ძე ღვთისა შეუერთდა კაცი იესოს. ესა ნესტორიანიზმის ქვაკუთხედი ორი ჰიპოსტასის შეერთება მოხდა. რატომ ამბობთ, რომ ეს ძველი ერესის, სწორედ ებიონიზმის ერესის გამო? იმიტომ რომ ორი ჰიპოსტასის შეერთება ყოველთვის გულისხმობს არა განკაცებას, არამედ უფრო კნინობითი, რომელიცაა იმის განხტობას. როცა ღმერთ ჰიპოსტასი ადამიან ჰიპოსტასს უერთდება და ამის ნიმუშები მრავალია წმინდა წერილში, წინასწარმეტყველებთან დაკავშირებით, მოციქულებთან, მახარებლებთან, რომ ადამიან პიროვნებას, რჩეულ ადამიან პიროვნებას უკავშირდება ღმერთ პიროვნება და ხდება ამ ადამიან პიროვნების განხტობა. ეს არასოდეს არაა განკაცება. განკაცება სიტყვა იმასთან, რომ ღმერთმა პიროვნებამ მიიღოს კაცობრივი ბუნება. ღმერთი ჰიპოსტასი გახდეს კაცობრივი ბუნების ამ შემთხვევაში ცოდვის შედეგის, ცოდვამ რაც დამართა კაცობრივ ბუნებას, ამ შედეგის მტვირთველი, რომ განკურნოს ის და აღადგინოს თავდაპირველ, ესე იგი უცოდველ მდგომარეობაში. ესაა განკაცების არსი და ამ დროს თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ მაცხოვრის კაცებას, მის ადამიანობას ცალკე ადამიანური ჰიპოსტასიც ჰქონდა, არანაირი განკაცება აღარ მოხდარა, ორი ჰიპოსტასის დაკავშირება მოხდარა, ღმერთი ჰიპოსტასი დაკავშირებია ადამიან ჰიპოსტასს, შეკავშირებია მას და ესა ორი ჰიპოსტასის კავშირი, ძე ღვთისა დაუკავშირდა ადამიანის ძეს, ორი ძეა და ამას აღიარებდა ნესტორი ორ ძეობას, რითაც განკაცების არსი აბსოლუტურად უხდებოდა. ანუ განკაცების არსი უხდება არა მხოლოდ მონოფიზიტობით, რომ ერთი ბუნება შეერწყა მეორე ესა უფრო უძლიერეს, არამედ ორი ჰიპოსტასის აღიარებაც უარყოფაა განკაცებისა. კირილე ალექსანდრელი ებრძვის რა ნესტორს, ებრძვის სწორედ ამ ორ ჰიპოსტასობის საკითხი და ესე იგი უდიდეს დოგმაც სწორედ კირილე ალექსანდრიელი წარმოაჩენს ჩვენ წინაშე და ყველაზე უფრო დებულებითი და ურყევი საღვთისმეტყველო ტერმინებით ამ დოგმაც გამოგვეც, რომ ესე იგი განკაცება ესაა ღვთის ერთი ჰიპოსტასის მიერ საღვთო ბუნებასთან ერთად ადამიანური ბუნების მიღებას. ანუ ის ერთებაზე ხაზგასმით წარმოაჩენს საეკლესიო მოწმობას, რომ განკაცებული ღმერთი ერთი ჰიპოსტასია. ახლა აქ ხდება ასეთი ამბავი, რომ კირილეს ეს პოზიცია თავის დროზე ბოლომდე ვერ გაიაზრა ისეთმა დიდმა ღვთისმეტყველმა, როგორც გახდა თევდორე და კვირელი, რომელმაც მიიჩნია, რომ კირილე უპირისპირდება რა ნესტორ და ერთებას განკაცებული ღვთისას აღიარებს, ამ ერთებას განავწობს ბუნებასაც, რომ კირილე არა მხოლოდ ერთ ჰიპოსტასს აღიარებს განკაცებულ ღვთისას, ეს თევდორე სახმაში ასეა, არამედ ერთ ბუნებასაც. სინამდვილეში კირილე იმაში ებრძვის ნესტორს, რაშიც მას ნესტორი გაუკუმართებული მიაჩნდა ჭეშმარიტად ასეა. ნესტორი ორ ბუნებას აღიარებს და ამაში არა აქვს მას გაუკუმართება და ამაში რატო დაუწყებდა ბრძოლას კირილე? ის ყველგან იმაში ებრძვის, რაშიც ის გაუკუმართებულია და გაუკუმართებულია ორი ბუნების პარალელურად ორი ჰიპოსტასის და ორი ძის დაშვებაში. ამაზეა კირილეს აქცენტი, რომ განკაცება ესაა ერთი ჰიპოსტასის ამხსარებლობა იმ განკაცებაში და განკაცების შემდეგაც. თევდორე და მართალი ეს პოზიცია ვერ გაიგო კირილეს მართებულად და მას მონოფიზიტობა დააბრალა, ანუ ერთი ბუნების ამხსარებლობა, მაგრამ ღვთის განგებით მოხდა ისე, რომ ეს ადამიანური პოზიციური გაურკვევლობა თევდორეს დიდი სიკეთის
მომტანი გახდა ეკლესიისთვის, იმიტომ რომ თევდორიტემ თავის მხრივ განკაცებული ღმერთის ორბუნებოვნების ურყეობა და ჭეშმარიტება დაასაბუთა. და ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებამ ამას ვამბობ, ამ ორი დიდი მოძღვრის ცალ-ცალკე დებულებები გაამთლიანა. კირილემ დაასაბუთა, რომ განკაცებული ღმერთი ჭეშმარიტად ერთი ჰიპოსტასია, განკაცებაშიც და განკაცების შემდეგაც და ორჰიპოსტასობა შეუძლებელია, ერთი ძია განკაცებამდეც, განკაცებისას, განკაცების შემდეგაც და მარადიულად, ხოლო თევდორიტემ დაასაბუთა, რომ ეს ერთი განკაცებული ძე ურყევად და მარადიულად და შეუზავებლად და შეუწყნელად არის ორი ბუნების მქონე. აი ამის გამთლიანება გახლავთ ქალკედონის კრების დოგმატი, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთ ჰიპოსტასს ორი ბუნებისგან, ორი ბუნებით და ორ ბუნებაში. პირველი ნაწილი კირილესგან დასაბუთებული, ურყევად, მეორე აურაცხელი არგუმენტით და მათ ჩვენ ვერც ჩამოვთვლით, რამდენი წყარო აქვს მას მოხობილი კირილეს, რომ განკაცებული ღმერთის ჰიპოსტასური მხოლოობა დაამტკიცოს და მეორე მხრივ ასევე არანაკლებ წყაროთა მოხმობა თევდორიტესგან, ამ ჭეშმარიტად უდიდეს ღვთისმეტყველისგან და დასაბუთებისთვის იმისა, რომ განკაცებული ღმერთი ორი ბუნების მქონეა და ეს ორი ბუნება ოდნავადაც ერთი მეორეს არ ერწყმის და არ ერევა. და მოხდა ისე, რომ თევდორიტემ ბოლოს გაიგო, რომ ის პოზიციურად ცდებოდა. თვითონ მის ზოგს გონია, რომ თევდორიტეს შრომებში ქონდა რაიმე შეცდომა. ეს აბსოლუტურად მსგავსია რამ არ იმ შრომებშიც კი, რომლებიც მას კირილეს წინააღმდეგ აქვს უშუალოდ დაწერილი, თავისთავად რაიმე გაუგუმართება კი არა, გაუგუმართება არის პოზიციაში. კირილე გონია მას მონოფიზი. აი ესაა მისი გაუგუმართება. რასაც თევდორიტე ასაბუთებს, ისაა უდიდესი, ესე იგი, უდიდესი სიმაღლე საღვთისმეტყველო გამოთქვისა და ორბუნებოვნების ყველაზე უფრო ღრმა და უჭეშმარიტესი დასაბუთება. ანუ ამ ორი დოგმატით საბუთდება, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთ ჰიპოსტასს ორი ბუნებით. განკაცება იმას იცავს, რომ ღვთაებასთან ერთად, როდესაც კაცებაც მიიღო მაცხოვარმა, ეს ორი ბუნება ერთ ჰიპოსტასში შეუძლებელია ერთმანეთთან კავშირში არ იყოს. მონოფიზიტობა ამ კავშირს იმ ზომამდე აუკუღმართებს, რომ შეარწყავს ამ ორ ბუნებას, მაგრამ ნესტორი რა შევა პირიქით თიშავს ამ ორ ბუნებას, იმიტომ რომ თუ თითო ბუნებას, თითო ჰიპოსტასი განუკვირდეთ, ამ ორი ბუნების შეერთება არ მოხდარა. როდესაც მერთ ჰიპოსტასი ადამიან ჰიპოსტასს უკავშირდება, დაუშვათ მათე მახარებელს უფალი, ეს ჰიპოსტა მათე განიხვდება, მაგრამ ეს არ ჩანს ღვთაება ბუნება შეუერთდა მათეს ბუნებას. ორი ბუნები კვლავ ცალ-ცალკე დევს და ნესტორიაზმის პრინციპული გაუკუღმართება ეს გახლავთ, რომ თუ მონოფიზიტობა შეარწყავს ორ ბუნებას, ნესტორი კი აღიარებს ორ ბუნებას, მაგრამ ამ ორ ბუნებას აღიარებს ურთიერთგათიშულად. ანუ ერთი მეორეზე ისინი ვერ ზემოქმედებენ, რადგანაც სხვადასხვა ჰიპოსტასი აქვს. როდესაც მართლმადიდებლობა აღიარებს ერთ ჰიპოსტასში ამ ორ ბუნებას, შეუძლებელია რომ ეს ორი ბუნება ერთი მეორეზე არ მოქმედებდეს. როგორც ჩვენში სული და ხორცი რომ არის ურთიერთს მსჭვალავს ის, ანუ ურთიერთს დაიდევს. ურთიერთდამტევნელობა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ფუნდამენტური ტერმინი საეკლესიო მოძღვრებისა განკაცებასთან დაკავშირებით. ბერძნულში არის ასეთი ტერმინი პერიχორესის, რომელსაც არსენი ყალთელი სწორედ ასეთ არმის დამტევნელობაი და ურთიერთას დამტევნელობაი, როდესაც ის ურთიერთასი შესატყვისი ალელოის ბერძნულშიც ერთვის, რომ არა მხოლოდ ღმრთეება დაიდევს კაცებას განკაცება, არამედ კაცებას დაიდევს ღმრთეებას. იმ გაგებით რომ როგორც ჩვენ ვიტყვით რომ მაგალითად მე სულიწმინდის ჭურჭელი ვარ, ანუ სულიწმინდა დატევნილია ჩემში, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიდია ღმერთი ხორჩესმული და სხვა, აი ამ არა პირდაპირ მნიშვნელობით, პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა კაცება შემოსაზღვრულია, მაგრამ სულიერი მნიშვნელობით კაცებაც ხდება დამტევნელი ღვთაებისა და როდესაც ორი ბუნება ასე არის ერთი მომენტი, რა თქმა უნდა უფრო ძლიერი ზემოქმედებს უფრო კნინზე არა შერწყმითად და აი აქ შემოდის პრინციპულად მართლმადიდებლური სწავლება, არამედ გამდიდრებითად, რომ ღმრთება განამდიდრებს კაცებას. არც იმას ვაღიარებ ჩვენ რომ ღვთაება ისე უკავშირდება კაცებას, რომ კაცებას სპობს და შთანთქავს თავის თავში, არც იმას ვაღიარებ რომ ღვთაება და კაცება გვერდიგვერდა უბრალოდ დადებული ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, არამედ ვაღიარებ რომ ორ ჰიპოსტასში სრულად ნარჩუნდება რა თქმა უნდა ორივე ბუნება, მაგრამ ღვთაება ზემოქმედებს კაცებაზე გამდიდრებითი კუთხით. თავის ღირსებებს გადასცემს კაცებას. გამდიდრება რას ნიშნავს? გამდიდრება ნიშნავს ის ვინც გამდიდრდა მისი ბუნებითი თვისებების უცვლელად შენარჩუნებას, მაგრამ ღირსებების მიღებას. ისე როგორც წინასწარმეტყველი პირობითად და კნინობითად თუ ვიტყვით, შეიძლება გამდიდრდეს ღვთისგან მომავლის სოდინითთან და მომავლის წინასწარმეტყველებით, მაგრამ ეს შეიძლება წაერთვას მას თუ ის შეცოდავს და მის ბუნებაში კვლავ უმეცრება იქნება, უმეცრებითი თვისება რო არ აღმოიფხრება და მდიდრდება მომავლის სოდნით, ესაა მხოლოდ გამდიდრებულობა თავისი სათნოებითი მოღვაწეობით და ღვთისგან მისდამი მადლის მიცემა. არანაირ მადლზე ჩვენ არ ვსაუბრობთ ორ ბუნებასთან კავშირში მაცხოვრი, იმიტომ რომ როდესაც ორი ჰიპოსტასი უკავშირდება ერთმანეთს, სწორედ იქაა მადლი, როცა ღმერთ ჰიპოსტასი უკავშირდება ადამიანი, მაგრამ როცა ერთ ჰიპოსტასია ორი ბუნება, აქ უკვე იმდენად უმწვერვალესი, იმდენად განუზომლად აღმატებული კავშირია ამ ორ ბუნებას შორის, რომ ეკლესია ამბობს, რომ გამოირიცხება აქ ღვთაებისგან კაცების გამდიდრება მადლის მიერად. მადლის მიერობა ამ შემთხვევაში კნინობითია. დამცრობა ამცრობს ამ გამდიდრების სიდიადეს. ეს იმდენად აღმატებული გამდიდრება ღვთაებისაგან კაცებისა, რომ ამას მხოლოდ ასე რომ ესაა ჰიპოსტასო ერთ ჰიპოსტასში მყოფობის
შედეგი ეს გამდიდრება რაღაც უმწვერვალესი გონებაზე მიუწვდომელი რომ კაცება მყისვე მდიდრდება მყისვე ეს არა ანუ ჩასახვისთანავე მაცხოვრის კაცება მყისვე მდიდრდება ღვთაებისგან ღირსებებით იოან დამასკელი და ეკლესიის მამე მიუთითებენ 4 ღირსებას ეს გახლავთ ყოლის მცოდნეობა ყოლის შემძლეობა მეუფეობა და ცხოველმყოფელობა რომ მისი კაცებაც ღვთაებასთან შეერთების პირველ წამიდან და ჩვენ შეგვეძლო იოან დამასკელის შრომა აქვს სწორედ ამოღებული მთელი რიგი ციტატები წაგვიგთა სადაც უაღრესად კაფეოდა ეს სწავლება რომ მისი კაცება ამას ქვია განხთობა. მაცხოვრის კაცება განხთობას აქვს ორი ეტაპი ეკლესიური სწავლებით. პირველი ეტაპი განხთობის ეს გახლავთ გამდიდრება, რაზეც უკვე ვთქვით. როცა ბუნებითი თვისებები აბსოლუტურად უცვლელი რჩება და მეორე ეტაპი განხთობის ესა უკვე გარდაქმნა კაცობრიო ბუნებისა, იმავე კაცობრიო ბუნების ფარგლებში. როგორიც იყო დასაბამში ადამიანური ბუნება და სოდვამ რომ გააუგუღმართა, იმ დასაბამიერ ბუნებაში კვლავ აღდგინება იქითკენ გარდაქმნა კვლავ კაცობრიო ბუნებისა, ესა კაცობრიო ბუნების მაცხოვარში კაცობრიო ბუნების განხთობის მეორე ეტაპი რაც ხდება აღდგომისას. შეერთების პირველ წამშივე ჩასახვისთანავე მაცხოვარში კაცება განიღთობა პირველი ეტაპით, ანუ მდიდრდება ღვთაებისგან საფრთხო ღირსებები და ეს 4 ღირსება გითხარით, ხოლო აღდგომისას იგივე კაცება მაცხოვრისა იმ პირველი ეტაპით გამდიდრებული მარადიულად, უკვე მეორე ეტაპს იღებს განხთობისას, რომ გარდაიქმნება ეს კაცობრიო ბუნება იმავე კაცობრიო ბუნების ფარგლებში, როცა მომოთ გარდაიქმნება ვიღაცას გონი ეს ბუნება სხვა ბუნება ხდება. ამ კაცობრიო ბუნებამ რა ისტორიაც გავლო რომ უცოდველი იყო და ცოდვის შედეგად გაუგუმართა, იმ უცოდველობაში ბრუნდება უკვე. იმ დასაბამიერ მდგომარეობასაც ეს ეწოდება რომ ცოდვამ გარდაქმნა ადამიანური ბუნება უკეთესისგან უარესისკენ. მაცხოვარმა გარდაქმნა კაცობრიო ბუნება აღდგომისას უარესიდან კვლავ უმჯობესისკენ რაც მას დასაბამში ჰქონდა. აი ესაა ორი ეტაპი განხთობისა და ესე იგი მართლმადიდებლური სწავლება ორი ბუნების კავშირის შესახებ ამ ორ ტერმინს ეფუძნება ურთიერთდამტევნელობა და ესე იგი გამდიდრება. ჩვენ საკმარისი ეს ორი ტერმინი უარყო და ამას ვამბობთ რომ ნესტორიანიზმი დღესაც სახეზია გამჭვირვალეა ჩვენ ვართ ნესტორიანელი ანუ ორბუნებოვნების ის აღსარებელი რომელიც უარყოფს ღვთაებისგან კაცების გამდიდრებას აი ესეთი უმწვერვალესი გამდიდრების სახით და რაღაც მადლის მიერად უშვებს ზოგი ამბობს კი გამდიდრდა რამდენადაც დაიტევს კაცობრიო ბუნება ეს მადლის მიერია კაცობრიო ბუნება რამდენადაც დაიტევს ასეთი გამდიდრება ჩვენ საუკუნეთა მანძილზე სახეზე გვაქვს რამდენადაც დაიტევდა მათე מחარებლის ბუნება იმდენად გამდიდრდა ის რამდენადაც დაიტევდა ეს საეწინასწარმეტყველო ეკლესია გამორიცხავს ასეთ მდგომარეობას და კაფიოდ და კატეგორიულად და დოგმატურად მიუთითებს რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი კაცება მაცხოვრის კაცება მის ერთ ჰიპოთეზაში ღვთაებისგან მადლის მიერად გამდიდრდა. ეს აკნინებს ამ გამდიდრების სიდიადეს და ჩაულებრივი გამდიდრებულობის დონემდე ჩამოყავს ის. ესაა ჰიპოსტასური შეერთების შედეგი უმწვერვალესი რამ კავშირი ღვთაებასა და კაცებას შორის და ეს გამდიდრებულობა განისაზღვრება აი ასეთი სიტყვებით რომ მაცხოვრის კაცება მყისვე შეერთებისთანავე არის უკვე საფრთხო ცოდნის მქონე, საფრთხო ძლეობის მქონე შემძლეობის, საფრთხო მეუფების მქონე გამდიდრებიდან. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, საკმარისია ჩვენ გონებაში გავმიჯნოთ ერთი მეორისგან კვლავ მაცხოვრის ღვთაება და კაცება, ის კაცებაში კვლავ უძლურებაა, კვლავ უმეცრება არის, კვლავ არა ცხოველმყოფელობა, რომ ვერ ცხოველმყოფერავის და კვლავ მონურობა. ეს ოთხის თვისება, რაც ადამიანი ყველა ჩვენთაგანის თვისება, ჩვენ ვართ მონანი ღვთის წინაშე, ჩვენ ვართ არა ცხოველმყოფელი ბუნებითად, უმეცარნი სამომავლო საქმეებისა, ზოგადად ქმნილება ასეთი არა მარტო ადამიანი და რა თქმა უნდა არა ყოლის შემძლე. აი ეს 4 თვისება მაცხოვარში ბუნებითად მარადიულად ნარჩუნდება და დღესაც ეს 4 თვისება აქვს მაცხოვარს ამაღლებულს, განდიდებულს, მამის მარჯვენით მიზნობს და დიდებით მომავალს, კვლავაც ბუნებითად აქვს მას ზუსტად ისეთივე უმეცრება, ზუსტად ისევე მონურობა ბუნებითად, ზუსტად ისეთივე არაცხოველმყოფელობა და უძლურება, როგორც ყველა ჩვენთაგანს აქვს ბუნება, მაგრამ ის ამავე დროს გამდიდრებულია ღვთაებისგან იმ საფრთხო ღირსებებით, რაც გულისხმობს საფრთხო ცოდნას, საფრთხო ყოლის შემძლეობას, საფრთხო აქ შესაბამისი ადგილია იოან დამასკელი კაცებაი არაშემძლებელ არის მაცხოვრისაი გარნა აწ შემძლებელ ყოვლისა შემდგომად შეერთებისა ღვთაებისათანა. ანუ ღვთაებას რაც ამ შეუერთდა აი ამ ღირსებით აღივსება ისე როგორც ცხოველმყოფელია მისი კაცებაც არა მხოლოდ ღვთაება და ჩვენ როდესაც მაცხოვარს თაყვანს ცემს ერთ ჰიპოსტაზს ორი ბუნებით თაყვანს ცემთ და აქ ერთ-ერთი თავი იოან დამასკელთან ესეცა რომელს ცემთ ჩვენ თაყვანს ღვთაებას შეუქმნოს თუ კაცებას შექმნილს. კაცებას თუ შექმნილს ვცემთ თაყვანს, მაშინ კერპთაყვანისმცემლობა ეს ქმნილებას რომ ეკლესია ასწავლებს რომ ჩვენ ჰიპოსტაზს ვცემთ თაყვანს ორი ბუნებით, რომელთაგან კაცებაც თაყვანსაცემია, როგორც გამდიდრებული ღვთაებისგან საფრთხო ღირსებებით. აი ესაა, ესე იგი ფუნდამენტური სწავლება დაფუძნებული ამ ორ ტერმინზე ურთიერთდამტევნელობაზე და გამდიდრებულობაზე, რასაც უარყოფს
მონოფიზიტობაც, რასაც უარყოფს ნესტორიანელობას, მონოფიზიტობა იმიტომ უარყოფს, რომ მას გამდიდრებაზე უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებს ამ მეტად უნდა ეს კავშირი ღვთაებასა და კაცებას შორის გამოგვეთოს, რომ არა მხოლოდ გამდიდრება, არამედ შერწყმა ხდება. ესა მონოფიზიტობის, მაგრამ მაშინ სახარება გამოდის, ესე იგი სიცრუის მაუწყებელი, იმიტომ რომ იქ ყველგანაა რომ მაცხოვარი დაიღალა, მოშივდა, მოწყურდა და თუ შერწყმა მოხდა კაცობრიობის ბუნებისა და გაუქმება, ჯვარცმაც ყველაფერი როგორც უკვე ვისაუბრეთ, აბსოლუტურად ფუჭი აღმოჩნდება, არარეალური, ზმანებითი, ანუ დოკეტური. მაგრამ ამავე დროს უარყოფთ რა ამას, მეორე მხრივ უარყოფთ სრულ გათიშულობასაც, როგორც ეს ნესტორთანაა, რადგანაც მაშინ ესე იგი სრულიად ფუჭი ჩანს განგაცება, ღვთაების კაცებასთან შეერთება, იმიტომ მოხდა რომ კაცება აღსებულიყო საფრთხო ღირსებებით, გამდიდრებულიყო ამით. შესაბამისად, გამდიდრებულობის უარყოფა ხდება მონოფიზიტობისგანაც, დიოფიზიისა ნესტორიანელობისგანაც, მოყოთ სხვადასხვა კუთხით. მონოფიზიტობა უარყოფს ამას, აღიარებს და შერწყმას, ხოლო ნესტორიანელობა უარყოფს გამდიდრებულობას, აღიარებს რა რომ ეს ორი ბუნება კი არა ერთმანეთთან კავშირში ორი ჰიპოსტასია, კავშირი და ჰიპოსტასი განაგრძობს მეორეს, ღმერთი ჰიპოსტასი, ადამიანის ჰიპოსტასი და ესაა მათი აზრით ამიტომ უარყოფდა ნესტორი ყოვლადწმინდა მარიამის ღვთისმშობლობას. ის ამბობს რომ ადამიანი ღმერთს როგორ შობს, მან ვინც შვა საერთოდ შობა შეიძლება ჰიპოსტასის ბუნებას კი ვერ შობს. ბუნება როგორც უკვე ვთქვით, განზოგადებული რამ მონაცემია. ამ ბუნების მქონე უნდა შვა შენ და ყოვლადწმინდა მარიამისგან ამბობდა ნესტორი იშვა ადამიანი და შემდეგ შეუერთდა ჰიპოსტასურად ადამიანი იშვა, რომელსაც შემდეგ შეუერთდა ჰიპოსტასურად ღმერთი. ანუ ესაა ტიპიური ებიონიზმის სწავლება, რაც უკვე გითხარით, რომ რჩეული ადამიანი იესო მოხდა განხთობილი ღვთისგან, რომელმაც ისათნოა მისი ეს გამორჩეულობა. თორემ ის ვინც ყოვლადწმინდა მარიამისგან იშვა, ამბობდა ნესტორი, ესაა ჩვეულებრივი ადამიანი, ამიტომ ის მარიამს უწოდებდა არა რაც ღვთისმშობლის ბერძნული სახელია თეოტოკოს, არამედ ანთროპოტოკოს, ანუ კაცის მშობელი, ადამიანის მშობელი, გამომდინარე იქიდან რომ მისი აზრით მან ადამიანი შვა. რა თქმა უნდა და ნესტორს თავისი დამაჯერებლობა ჰქონდა, ის რომ ამბობდა მას ბევრმა დაუჯერა, ის ამბობს რომ ადამიანი როგორ შობს ღმერთს, ამას როგორ ამბობ, თქვენ ერეტიკოსები, ყველა ნაბიჯზე ხმარობს ნესტორის სიტყვა ერეტიკოს. შეერეტიკოსო ამას როგორ ასწავლი, როგორ ვინ დაიღალა, ღმერთი დაიღალა, ამბობს ის, ერეტიკოსო ამას როგორ ამბობ და რომ მოусმინო და გაჭირო, მართლა ღმერთი როგორ უნდა დაიღალოს. მაგრამ აქ ცენტრალური სწავლება სწორედ ესაა, რომ ღმერთი კი არ იღლება თავის, ღმერთი კაცობრივად, ადამიანურად გახდა რა ადამიანური ბუნების მიღები ყოველივე ადამიანური მან დაითმინა. ღმერთი კი არ იშვა პირდაპირ მნიშვნელობით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლად. ღმერთი ხორცშესხმული იშვა, ანუ ღმერთი კაცობრივი ბუნებით, ანუ ღმერთი ადამიანურად. მან მიიღო რა შეერთების პირველ წამიდანვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიახში ერთმა ჰიპოსტასმა ღვთაებასთან ერთად ადამიანობა ადამიანურად, ანუ კაცობრივად იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, კაცობრივად აღიზარდა, კაცობრივად ჯვარს ეცვა, დაეფლო, აღდგა, ამაღლდა და მომავალს შამთა აღსასწორ. აი ესაა და რადგანაც შობა სწორედ ჰიპოსტას ეხება, ყოვლადწმინდა მარიამმა ჰიპოსტასი შვა. ზეღვთის ჰიპოსტასი ოღონდ ადამიანურად, კაცობრივი ბუნებით. ამიტომ ითქმის ის ღვთისმშობლად და ამიტომვე არ ითქმის ის პირდაპირ გაგებით ღვთისმშობლად, რომ ღმერთი შვა კაცობრივი ბუნების გარეშე. რა თქმა უნდა, ადამიანი და ქმნილება შემოქმედს ვერასოდეს ვერ შობს პირდაპირ გაგებით, მაგრამ ქმნილებითად, კაცობრივად, ხორცშესხმითად, რა თქმა უნდა, შობს და როცა ჩვენ ვამბობთ, იმას კი არ ვამბობთ, მხოლოდ რომ ღმერთი შვა, ყოვლადწმინდა ღმერთი ხორცშესხმულობა მან მიიღო შობამდე. ჩასახვისთანავე მიიღო ხორცშესხმულობა და ღმერთი ხორცშესხმული, ეს გახლავთ უსვალებელი ფორმულა, როცა ყოვლადწმინდა მარიამიდან ზეღმერთის კაცობრივ შობას ჩვენ გადმოვცემთ, რომ მან შვა ადამიანურად ღმერთი, ანუ მან შვა ღმერთი ხორცშესხმული. ესაა, ესე იგი, უცვალებელი დოგმატი მართლმადიდებლობისა. ჩვენ დროებით აქ შევჩერდეთ რომელი საათია? ხო, ჩავეტია. ხო და მე შეკითხვები თუ იქნება, რა თქმა უნდა, რაღაცა დავუმით. ხო, მე ცოტა გვიან დავიწყე და იმიტომ ზუსტად ჩავედი ეს პავლოვის ზაღლივით ის მაქვს განმუშავებული ინსტინქტი თუ რეფლექსი. დია. პრაქტიკულად თქვენ შეეხეთ რა ამ საკითხს, რომელსაც თქვა შეეხეთ რომ არა, მე რა, ნებისმიერი რაც შემიძლია. ადამიანის ბუნება და ჰიპოსტასი, რომელიც არის შედგენილი ჰიპოსტასი ამ ბუნების გამო გასაგებია და ცოტა სხვა კუთხით რო შევხედოთ, აი თვისებების მიხედვით რო დააყოთ ადამიანი თავის ბუნებით თვისებებით, ანუ ონტოლოგიურად, რასაც თქვენ შეეხეთ პრაქტიკულად, მაგრამ აი ცოტა რო გავამახვილოთ ის გონისვერ ნაწილზე რა, სიტყვაზე თქვენ ბრძანეთ, რომ ის თქვათ და ესეც ამოვიკითხეთ, რომ ის წარემატება, როგორც გამახარებელი ამბობს რა ახასაკეთებს. არა, მაგას განმარტება ჭირდება, მე არ მithქვავს წარემატება მეთქი. წარემატება ფიზიკური ასაკითხი, მაგრამ გონებითაც წარემატება მე არ მithქვავს. ხო და აი მაგაზე მინდა თუ მაგ კუთხით მისვამთ, შეკითხვა ძალიან საინტერესოა და მაგაზე მინდა განმარტება გავაკეთო, მაგრამ
მომენტიც კიდევ რომ ვთქვათ, ეს ონტოლოგიური ნაწილი უფრო ვთქვათ მეტად შემეცნებადია, იმიტომ რომ როგორც მე ვწანდებ და ისეთ ისტორია გვეუბნება სახარებიდან რომ მას ყურის ნებავს და ევნება და ვთქვათ ეძინება და ასე შემდეგ ელები. აი გუნების ნაწილში აი ბოლოს სიტყვას დავუკვირდი რომ ის ვთქვათ კაცური გუნებით ვთქვათ ცეცაში პრესაც უმეცრებაში იმყოფება. და ეს როგორ შეიძლება კიდევ რომ აი კი ბატონო ძალიან და განსაკუთრებით ის მაგრამ მე რა მინდა გითხრათ იცით ჯერ წყაროც მინდათ მიგითითოთ აი გულიგონიერის პირველ ნომერში ჩემი სტატია რომ არის გამოქვეყნებული ესე იგი სწორედ აი ამასთან ესე იგი მაცხოვრის უმეცრებასთან კი არა გულიგონიერის ნომერში კი არ მაქვს ეს მაქვს ასეთ ციგნი მაქვს ძალიან მაშინდელი მყირალა სათაურით ვის შემოაქვს ფოთი და რაღაცა მეც აღარ მახსოვს ეს რა სათაური საქართველოს ეკლესიაში. იქ მაქვს დეტალური განხილვა იმისა, ეკლესიის მამები როგორ განმარტავენ მაცხოვრის უმეცრე, ავიღოთ ერთ-ერთი თვისება უმეცრება. ამის განმარტება გულისხმობს ყველა სხვა კაცობრივი თვისების განმარტებასაც. ესე იმიტომ რომ ეს ეკლესიის მამები ამბობენ, რაც ყველაზე უფრო შეუფერებელი ჩანს ღვთისთვის, აი ის უნდა განმარტო უმეცრება ღვთისთვის შეუფერებელია, ისე როგორც შიში, რაც გამოვალდა და ცალ-ცალკე თავებია აქ. ივან დამასწრე, რაც ნიშნავს მაცხოვრის უმეცრება, რაც ნიშნავს შიში და სხვა. ფორმულა ეს არის, რაც გითხართ, რომ ბუნებითად მას უმეცრების თვისება, შიშის თვისება, სხვა კაცობრივი თვისებები, უძლურების გნებავთ, მონურობის და სხვა მარადიულად აქვს. მაგრამ თუ ეს ასე, ამ შემთხვევაში, აი განსაკუთრებით ამაზე გამო, რომ ეს დაუშვათ სხვა თვისებები უძლურებაც გნებავთ, ესაა ონტოლოგიური მართლაც და ყოფიერებით იმის, მაგრამ გონისეული რაც აქვს, გნოსეოლოგიური, თქვათ ასე, გონითობასთან კავშირში, მაგალითად უმეცრება და ცოდნა ესაა გონითობის გამოხატული. აი აქ რა ვითარებაა. აქ რა ესაა უაღრესად საყურადღებო ამბავი რომ თუ სხვა შემთხვევაში ეკლესია მიიჩნევს რომ მაცხოვრის ჰიპოსტაზმა ორივე განსხვავებული თვისება ონტოლოგიურად იტვირთა რომ ის უქმნელიცაა და ქმნილიც უხრწნელიცაა და ხრწნადიც ტკივილგანუცდელიცაა და ერთდროულად ეს ჰიპოსტაზი უკვდავიცაა და მოკვდავიც ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ყოფიერებით ეს არ უკავშირდება ასე თქვა შემეცნებას და მაგრამ ის არ არის ერთდროულად განკაცებული ჰიპოსტაზი უმეც არის და მცოდნეც აქ პრინციპულს ზღვარდებს ეკლესია თქვენ იმიტომ რომ გნოსეოლოგიური ანუ ცოდნისმიერი გონითი არ შეიძლება სხვადასხვა იყოს თუ ეს პრინციპულად სხვა მთელი ეკლესიო მოღვაწეობა განსაკუთრებით აპოლინარისი და აპოლინარი ესაა აპოლინარიზმი და რატომ აპოლინარი მიიჩნევდა თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ განკაცებულ ღმერთში არის კაცობრივი გონება ის ონტოლოგიურს არ უარყოფდა კაცობრივი სხეული მან მიიღო და შესაბამისად განკაცებული ღმერთი ისიც ამობდა უხრწნელიცაა და ხრწნილიც უკვდავიცაა და მოკვდავი მაგრამ გონებასთან დაკავშირებით ის ამობდა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ საღვთო გონების კონეც და კაცობრივი გონების კონეც ჯერ ზოგადად რო ვთქვა ამობდა რატომ კაცობრივი გონება ეჭვებით 1000 გვარი წინააღმდეგ უპირისპირდება საღვთო გონებას და როგორ შეიძლება მაცხოვარში დაპირისპირება ამიტომ ის ამობდა აპოლინარომ ჩვენ უნდა ვთქვათ რომ განკაცება ესაა რომ ყველაფერი მიიღო ადამიანური აი ონტოლოგიური სწორედ მაგრამ არ მიუღია გონითის ნაცვლად მას ჰქონდა საღვთო გონება განკაცებული ანუ მის კაცობრივ გონებას ჩაენაცვლა საღვთო გონება და მაცხოვარს იესო ქრისტეს თავის კაცებაში ნატამალიც არ ქონია კაცობრივი გონების ესაა აპოლინარიზმი იმიტომ რომ მისთვის მიუღებელი იყო ორი გონების დაშვება რომ კაცობრივი გონება შეეძინა ზოგადად ეს კაცობრივი გონება რა თქმა უნდა თუ აპოლინარის მიხვევი შეეძინა მაშინ აპოლინარამდე უნდა მივიდეთ მაგრამ ეკლესია მიიჩნევს რომ მაცხოვრის კაცობრივი გონება როგორც განხთობილი ისე როგორც მთელი მისი კაცება ოდნავადაც აღარ იყო წინააღმდეგობაში მის საღვთო გონებასთან არათუ ამ ერთ ჰიპოსტაზში მწვერვალში შეერთება ჩვეულებრივ ადამიანთანაც რომ ღმერთი კავშირში შემოდის ეს ადამიანი საკუთარ გონითობას საკუთარ ნებელობას გონითობის ნაწილია სწორედ ტოვებს და მთლიანად თუ ის მართლაც განხთობილია ღმერთს განუკუთვნებს თავის თავს რომ არა მე როგორც ესე იგი პავლე მოციქული ამბობს რომ მთლიანად მაშინ ქრისტე მეტყველებს და ის თავის თავს კაცობრივად უკვე ცალკე არ გამოყოფს ანუ მთელ თავის ნებას მთელ თავის გონებას ამას ქრისტეს გონება ეწოდება უქვემდებარებს ღმერთს რომ არანაირ წინააღმდეგობაში მასთან არა ეკლესია სწორედ ამას მიიჩნევს რომ განკაცებული ღვთის კაცობრა ყველაფერი მიიღო ადამიანური მათ შორის ადამიანური გონებას ოღონდ ეს ადამიანური გონება ყოვლითურთ ესე იგი დამორჩილებული იყო კარგი გაგებით, არა მონური გაგებით, არამედ ხედავს იმ უდიადესიმნეს ღვთაებისას განიღთობა მისგან, განიმშვალება მისი სიდიადი და ყოვლითურთ მის კვალს მიყვება ყოველგვარი მასთან შეწინააღმდეგების გარეშე. ესაა ეკლესიური განმარტება, რომ გონითობა სწორედ ამიტომ აქვს მაცხოვარს და მან რა მიიღო რა ყოვლითურთ თანამიყოლა საღვთო გონებისადმი, მათ შორის აღარაა გამიჯდა რომ საღვთო გონებას ერთი თვისება ჰქონდეს და პრინციპულად საწინააღმდეგო ჰქონდეს ადამიანურ გონებას მისას. რომ დაუშვათ საღვთო გონებით მცოდნე იყოს და ადამიანური გონებით უმეც არ იყოს, ესაა პრინციპული დაპირისპირება, ხო? და მაშინ მართალი ყოფილა აპოლინარ რომ ეს მაცხოვარში ასეთი რამ თუ იქნება, ის კვლავ წინააღმდეგობებში უნდა იყოს რომ კაცობრივად რაღაცას
რაღაცას ეძიებს, რაღაც ეჭვებშია უმეცრება, სწორედ ესაა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა არის და ამიტომ ვეძიებთ რაღაცა საფრთხოგონებით ყოველივე იცით და ეს ყოველად შეუძლებელია რომ ერთი და იგივე ჰიპოსტაზი ერთდროულად იყოს სწორედ გნოსეოლოგიურად განსხვავებების შემცველი თავსაჩინო მცოდნეც იყოს და უმეც არის. ამიტომ ეკლესია ასწავლის რომ განიღთო რა მისი კაცება, მისი კაცობრივი გონებაც საფრთხოგონებით განიმთო, აღივსო და ჩვენ აქ არ ვდებთ რაიმე ზღვარს, სწორედ იმიტომ რომ ზღვარი თუ და ეს მადლისმიერია კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლისმიერება ნიშნავს რომ ის რამდენადაც ეს ჭურჭელი რამდენსაც დაიტევს, იმდეს ჩავასხავ. მაგრამ თუ მე მადლისმიერებას გამორიცხავ, მაშინ შეზღუდულობა გამოირიცხება. ამიტომ ეკლესია არანაირ ესაა მხოლოდ მე-19 საუკუნეში შემოტანილი ტერმინი, აურაცხელი ციტატა მაქვს მე აი იმ წიგნში რაც გითხარით, რომ ეკლესიის მამები მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ ის ყოლის სოდნეობით დაიტვირთა. ხო, აქაც თვითონაც აღიარებენ ბოლოს მას, რომ რაღაცა ასე თქვა მოგუდულად, მოყრუებულად, მაგალითად მიტროპოლიტი მაგალითად რომ ის აღივსო საფრთხო ცოდნით და სიაჩესკის ნაერთ. მაგრამ არ ქონდა სევეძენი, რა განსხვავებაა სიაჩესკი თუ ზნაეშ, ესე იგი ყველაფერი თუ იცი, ყოლის სოდნეობა როგორ არგავს. მაგრამ ეს მისი ამგვარი ფორმულირებაა. კირილე ალექსანდრიელი, მაქსიმე აღსარებელი, იოანე დამასკელი, უფრო ადრე ბასილი დიდი, ყველანი სრულიად მკაფიოდ ამომერა ის აღივსო წარსულთა, ატყოსა და სამომავლოთა მთლიანი ცოდნით მისი კაცება. ასე დროს, რა თქმა უნდა, მან შესანიშნავად იცის და უბრწყინვალესად თავისი მოსვლის თარიღიც. ჯერდი ეს არაა რაიმე განსაკუთრებული ცოდნა. ეს შეიძლებოდა მოციქულებსაც ცოდნოდათ ეკლესიის მამები ამბობენ, უბრალოდ ეკონომიურად არ მისცა ეს ცოდნა მათ ხოვარმა, იმიტომ რომ აქვს იმას თავისი გაუგუმართებანი, რომ რაღაცა შეიძლებოდა მათთვის მოღვაწე უკუთხით ხელი შემშლელი ყოფილიყო ცოდნა იმ თარიღისა თუ როდის მოვიდოდა მაცხოვარი მეორედ. ეკონომიურად არ გაუცხადა არა იმიტომ რომ ვერ დაიტევდნენ და თუ მოციქულები და ადამიანი დაიტევს მაცხოვარმა როგორ შეიძლება კაცობრიულად ვერ დაიტევოს რა ამისე. მაგრამ კაცობრიადაც ყოველივე იცი სრულიად მკაფიო და ამაზე ხაზგასმ ეკლესიის მამათაგან გიდრდება რა საფრთხო ცოდნისგან. ეხლა აქედან არის თქმა უნდა თუ ეს ასეა მაშინ რა უყოთ ჩვენ იმას რომ ლუკა მახარებელი ამბობს რომ წარემატებოდა სიბნითა და მადლთა და სხვა. ეკლესიის მამები აბსოლუტურად მკაფიოდ განმარტავენ რომ წმინდა წერილის გარკვეულ მონაკვეთებში ჭირდება აუცილებელი განმარტება, ისე როგორც უფალი ამბობს რომ მამაი ჩემი უფროის ჩემს არს, თუ ეს არ განმარტებ ჩვენ მივალთ აუცილებლად ორიგენიზმამდე და სხვა არიანელობამდე რომ ჭეშმარიტი და ბუნებითი ღმერთი მამაა და ძე, ან და როდესაც ნათქვამია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე რომ მან არ აიცოდა მამაკაცი ვიდრე შობადმდე იესუისა, თითქოს ამის შემდეგ იცოდა. ეს კაცობრივი ხედვია რომ მანამდე არ იცოდა, მაგრამ თითქოს მერე იცოდა, ისეა ეს თითქოს ანუ არის გარკვეული ადგილები, რომლებიც წმინდა მაქსიმე აღსარებლის თქმით, თუ მართებულად არ გავიგეთ, თვითონ წმინდა წერილიც კი ჩვენ შეიძლება დაღუპვის საფუძვლად გავიხდეთ, თუ უმართებულო და კაცობრივი განჯებით გავიგებთ და ის პირდაპირ ამბობს, რომ განმაბრძნობელ და განმაღვთობელ არს წერილი გულისხუმიერად გულისხმა ყოფილი, გარნა სულელ არს წერილი, ამ ტერმინს ძველ ქართულში ესაა სწორედ, ესე უწესოდ ხუმევითა მოღებული. ანუ შენი კაცობრივი ზრახვებით დაუშვათ ღვთის ხელი რომ წერია და პირდაპირ მნიშვნელობით გაიგე, დამუპველია შენთვის, იმიტომ რომ ადამიანური გარეგნობისა წარმოსახავ ღმერთს. ასე რომ წმინდა წერილში ბევრი რამ განმარტებას ექვემდებარება, მათ შორის ესე. როდესაც იქ ნათქვამია რომ მაცხოვარს მოშივდა, დაიღალა სხვა და სხვა, ეს ყველაფერი პირდაპირ მნიშვნელობით გაიგება, მაგრამ როდესაც ლუკა მახარებელი ამბობს რომ წარემატებოდა ის და განსაკუთრებით იმით და ეკლესიის მამების აბსოლუტურად ერთსულოვანი ყოველგვარ არის ზოგჯერ აზრი ვიღაცის რაღაც განსხვავებული შეიძლება დაიჭო. ყოველგვარი განსხვავების გარეშე დაწყებული მეორე საუკუნიდან დამთავრებული მე-15 საუკუნით იმ ეპოქით რომელიც ასე ვთქვათ ჩემი კვლევის ეპოქაა კაფიოდ არაერთის დაბეჯითებით დოგმატურად ნათქვამია რომ ეს ითქმის მხოლოდ შემდეგი არის რომ მაცხოვარს შეერთების პირველ წამლენდანვე სრული ცოდნა ქონდა კაცობრიადაც, მაგრამ ის ასაკის თანაშეზომილად ავლენდა თავიანთი რომ ის ზმანებად, მოჩვენებად კაცობრივი ბუნების არ მიმღებლა, ანუ ზე ადამიანად, ზე კაცად და არარეალურ კაცად არ მიეჩნიათ. იმიტომ რომ განკაცების მიზანი სწორედ ისაა რომ სრული კაცება მისი დადასტურდეს და ჭეშმარიტად მიიღო მან სრული კაცება და როდესაც მე ვხედავ რომ აგერ ბავშვი დაიბადა რაღაც სასწაულებრივ ზავლენს ვერ დავიჯერებ ის ადამიანი თუა მით უმეტეს ჯერ კიდევ შემეცნებული არა რა ეს განკაცება და წარმოდგენა არა გვაქვს. დღესაც კი შეიძლება ეს სათთური გაჩნდეს და გაჩენილა კიდეც რომ სრულ ადამიანად ბევრს არ მიაჩნია დღესაც მაცხოვარი თვლია რომ იმდენად განსაკუთრებულია ის კაცობრიადაც რომ ეს რაღაცა ზეკაცური სუპერმენობა მაცხოვარზე ჩვეულებრივი გავრცელებულება ევროპულ სხვადასხვა ესე იგი მიმდინარეობაში. და მით უმეტეს იმ როცა საერთოდ უცნობი იყო რა იყო განკაცება. ამიტომ მაცხოვრის მიზანდასახულობა მის შესახებ იყოს მართებული აკმულობა რომ ის ნამდვილი ადამიანური ბუნების მქონეა სრულად ყველანაირი იმ ასე ვთქვათ ნაკლოვანი რა კნინობითობითაც რაც კაცობრივ ბუნებას ღმერთთან შედარებით აქვს ეს უმეცრებას ბუნებითად რომ აქვს უმეცრება აი ეს წარმატებულობა ამას ცხადყობს ესე იგი კაცობრივად ის რომ წარემატებოდა ეს დადასტურება იმისა რომ ბუნებაში მას უმეცრება აქვს
გამდიდრებითად ის კია ყოვლისწოდე, მაგრამ ეს გამდიდრებულობა მყის ვერ რომ გამოხატოს, მისი ეს ბუნებითი თვისება ვეღარ იქნება შემეცნებული. ჩვენ არ ჩავთვლით რომ მას ბუნებაში უმეცრება აქვს. იმიტომ რომ საიდან ჩავთვალო ეს ადამიანი ყოვლისწოდნეობას ავლენს, აგე, საიდან ჩავთვლით რომ მას ბუნებაში უმეცრება აქვს. შესაბამისად ჩავთვლით რომ მას უმეცრების თვისება არ მიუღია. თუ ერთი თვისებაც არ მიუღია, კაცობრიო განკაცება არ შემდგარა. იმიტომ რომ ასეთი დაკანონებული ფორმულა მიუღებელი გამოუხსნელია. თუ ერთი თვისებაც არ მიუღია ჩვენი ბუნება გამოხსნილი არ გახლავთ. შესაბამისად, ჩვენ მტკიცე და უცდომელი სწავლება მის შესახებ უნდა შევიმუშაოთ, ის ავლენს უმეცრებისთვის, ბუნებითი უმეცრების თვისებებსაც, რომ ვირწმუნოთ, რომ მან ეს თვისებაც მიიღო და ამ თვისების მიღმაც ამიტომაა ნათქვამი, რომ არცაც ზემან არა იცის მეორე არა იმიტომ როგორც ეკლესიის მამები ამბობენ და ამაზე პირდაპირ შეიძლება თქვას გამოკვლევა აქვს ამას ჩვენ მარტო თეოლოგიურ შრომას ვერ დავარქვევთ წმინდა ფოთი პატრიარქის რას ის ბერძნული ენის სინტაქსითაც და ბერძენი იყო თვითონ ესე იგი იმას აყალიბებს რომ იქ არანაირ უმეცრებაზე ლაპარაკი არა არცაც ზემან ესე იგი გარნა მამამა რო წერია ეხლა ეს ქართულში და სხვაენებში შეიძლება თუმცა ქართულსაც რო ჩავღმავდე იგივეა ის ამბობს ესე ბერძნულის მიხედვით ასეა რომ არიციან არც ანგელოზემ არც ძეს თუ არა ესე იგი ეს ცოდნა მეორე მოსვლის შესახებ არ აქვს არც ანგელოზებს არც არავის არც ძეს თუ არა მამას იქ ბერძნულში რა იგულისხმება არც ძეს ექნებოდა რომ არ ქონოდა მამას მაგრამ რადგან მამას აქვს ძესაც აქვს ანუ იმ ბერძნულ ტექსტს აქვს თავისებური ნიუანსი ორი გაგების ერთი რომ ბუნებითი უმეცრება მისი გვარწმუნოშვენ რომ ნამდვილად მიიღო მან უმეცრება და მეორე რომ ეს უმეცრება ბუნებითად აქვს მაგრამ გამდიდრებითად მამისგან ის ყოვლისწოდნია პირველ წამიდანვე შესაბამისად აქ რა აზრია რომ ეს წარმატებულობა სირნით ეკლესიის მამათა დოგმატური სწავლებით ნიშნავს მაცხოვრის მიერ გამდიდრებითად სრული ცოდნის მიღების ამ სრული ცოდნის თანდათანობით კაცობრიო ასაკთან თანაშეზომილად გამოვლენას, რომ მის შესახებ ცდარი აზრი არ შეიქმნას და არ მოხდეს ისე, რომ ის არ ჩაითვალოს სრული ადამიანობის მიღებლად. ეს ამ შემთხვევაში ცოდნასთან დაკავშირებით, იგივე თქმის შიშთან დაკავშირებითაც. და ზოგადად მე ამის შესახებ მე მგონი ადრეც აღნიშნეთ ეს დებულება ახლა ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოგვეთოთ რომ მიუხედავად ეს დაუშვათ რაც სავსებით ცხადია რომ მას უმეცრების თვისება ბუნებითად კი აქვს და ამას ნიშნავს სწორედ და ეს როგორ შევაზავოთ უმეცრება და მსოვნეობა როგორც ვეკითხავთ წინასწარმეტყველი ბუნებითად უმეცრია ყოველთვის მაგრამ ღვთის მიერ შეიძლება გაეცხადოს მას მომავლის ცოდნა და მასში ეს შეიძლება ბუნებითი უმეცრება უნარჩუნდება მაგრამ გამდიდრებულია ღვთისგანწონი მაცხოვარში ეს ხდება უმწვერვალესად შეუზღუდავად არამადლის მიერად ბუნებითი უმეცრება კვლავ შენარჩუნებულია, მაგრამ ის არ არის მოქმედებაში არ ვლინდება, იმიტომ რომ ყოვლისწოდნეობით არის გამდიდრებული. ამიტომ ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, ჩვენ რომ გონებაში გავმიჯნოთ მისი ღვთაება გაცემისგან, ეს გაცემა კვლავაც უმეც არის, არაფერი არ იცის მან მომავლისა. ქნილებამ საერთოდ არაფერი არ იცის მომავლისა, ხლა თუ გამოთვლის ეს სხვა ბუნებითი ცოდნით მან მომავალი არ იცის, თუ არ გამდიდრდა ღვთისგან. აი ეს გამდიდრებულობა მაცხოვრებმა რომ მიიღო და მარადის აქვს, შესაბამისად მისი გაცემა მარადიულად რეალურად ყოვლისწოდნია. ამიტომაა რომ გრიგოლ ხრომთაპაპი ამბობს, ვინც განკაცდა ღმერთი და გამდიდრდა ღვთაებისგან, არც კაცობითაცა ყოვლისწოდნი არ და ვინც ამას უარყოფს, არ შეიძლება რომ ის ნესტორიანელი არ იყოსო. ასეთი დებულება აქვს, მაგრამ ანუ ვინც უარყოფს იმას რომ რეალურად არ ქონია, არ გამდიდრებულა ის ყოვლისწოდნეობით, ის არ შეიძლება რომ ნესტორიანელი არ იყოს. ამ კაფიო ტიპური ნესტორიანელობა, ნესტორი ყოველნაბიძე ამბობდა ამას. რომ აი მაცხოვრის კაცება მომავალი არის, ესე იგი ის პიროვნულადაც ადამიანია, თორე ღმერთმა ჰიპოსტაზმა როგორ შეიძლება მომავალი არ იცოდესო. ეხლა ნესტორს ეს რო უთხრათ, ნესტორს რომ ეს დაეჯერებინა, რომ ეს ღმერთი ჰიპოსტაზია, მაშინ ცხადი უარყოფდნენ, რომ ღმერთი ჰიპოსტაზმა მართლა არ შეიძლება მომავალი არ იცოდეს. და კაცობრივი ბუნებითად უმეცრება რომ მიიღო, ამ ღმერთ ჰიპოსტაზში ღვთაებისგან გამდიდრებულობით მისი კაცებაც ახსავსია ამ საფრთხო ცოდნის, საფრთხო შემძლეობით, საფრთხო ცხონილყოფილობითა და სხვა. ანუ ლუკა მახარებლის სიტყვები ეკლესიის მამათაგან ყოველთვის ყველგან ყველა განმარტებით ამაზრით გაიგება, რომ ესაა მხოლოდ და მხოლოდ ხაზგასმა იმაზე, რომ მაცხოვარი თანაშეაზომებდა თავის ასაკს ამ ზრდის ასაკს გამოვლენას იმ სიბნისას, რაც ყოვლად სრულად ქონდა შეერთების პირველ წამიდანვე ყოვლადწმინდა მარიამის სიახში. არა ისე რომ საული. აბსოლუტურად აი ამას კიდევ ერთ რამეს გეტყვით ამის დადასტურებას განსაკუთრებით იოანე დამასკელის გარდამოცემაში ერთი სპეციალური თავია იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა არჩევანი მაცხოვარს. გნომე ბერძნულად ასეთი ტერმინია, ახალ ქართულად შეიძლება ის არჩევანად ითარგმნოს. და ამბობს ასეთ რამეს, ჩვენ არც მაცხოვარ ღვთაებას არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ ვინც ყოვლისწოდნი აღირჩევს ის, ვინც არ იცის. მე არ ვიცი და არჩევანს ვაკეთებ, ეს გავაკეთო თუ ის გავაკეთო. არჩევანი ყოველთვის გამოხატულება გახლავთ ცოდნაში ნაკლოვანებისა და ეს აქ ქმნილების თვისება.
მაცხოვრის კაცება ქნილება. ისმის კითხვა, კაი, ღვთაებით ცხადი არავითარი არჩევანი ჩვენ რო პირობითად ვამბობთ, ეს არაფერს ანიშნავს. ბუნებითად ღმერთს არჩევანი არა აქვს. მან ყოველივე იცის და შესაბამისად ის არაფერს არ აირჩევს და არაფერს არ უარყოფს და არ ცვლის თავის ნებას და სხვა. ნებელობითად ის ყოველთვის და ყოვლითურთ ყოვლისონე რადგან არის ყოვლად გამოირიცხება მისგან პიროვნული არჩევა, ამას პიროვნულს განეკუთვნება ეს არჩევანი. გნომი არის პიროვნულობის განსაზღვრელი, რომ მე პიროვნულად ავირჩიო დაუშვათ დღეს ლექცია წავიკითხო თუ მიტინგზე წავიდე დაუშვათ. ხო მე ავირჩიე არ აღელდეთ ხო და რას გეუბნებით ეს პიროვნული არჩევანი აი ასეთი რა გამორიცხულია ბუნებითი ღმერთისგან მაგრამ ქონდა თუ არა მისკარ და ამავე დროს ერთადერთი განსაზღვრელია ყველა ქნილება აბსოლუტურად არჩევანის ქვეშა გონით იქნება მათ შორის ყველა ანგელოზი და ყველა ადამიანი უფლის კაცება რომელიც ქნილება და მას კაცობრივი გონება აქვს მის კაცობრივ გონებას აქვს თუ არა არჩევანი ისმის კი თუ ის მხოლოდ ქნილებაა რა თქმა უნდა თუნდაც მადლისმიერად ან ყველა ანგელოზი მადლისმიერად გამდიდრებულია აღმადებულად ადამიანი და ყველა მათგანს მაინც უნარჩუნდება არჩევანისთვის იმიტომ რომ სრული ყოვლისწორნობით არც ერთი მათგანი არა ცოდნაი შეზღუდულობა აქვს იოან დამასკელიანო ჩვენ განკაცების შემდეგ არც მაცხოვრის კაცებას და მის კაცობრიობას აღარ განუკუთვნებთ არჩევანს ეს მხოლოდ პირობითად შეიძლება ვთქვათ ისე როგორც ღმერთზეც ვამბობთ რომ აღირჩია ამის ხონება აირჩევს და სხვა მაგრამ ბუნებითი გაგებით მის კაცებასაც აღარ აქვს არჩევანი იმიტომ რომ გამდიდრებულია ყოვლისწორნეობით არანაირი ნაკლოვანება ცოდნაში აღარ აქვს მის კაცებასაც კი რომ მას არჩევანის გამოხატულება ჰქონდეს ესა აბსოლუტურად კაფეოდ მთელი დოგმატური ესე იგი ურყეობით მისგან დასაბუთი და ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს თანა იმ განგებულებით ზოგადად ამას განგებულება ეწოდება და ეკონომიურად იმოქმედა ლუკა კი არ ტყუის ლუკა აღწერს იმას რაც რეალურად იმოქმედება მაცხოვრისგან მაცხოვარმა ეს თვითონ იმოქმედა მან თავისი თანდათანობითი მე უფრო და უფრო მეტი სიღრმელი გამოავლინა არა იმიტომ რომ შინაგანად განვითარდება სხვათა დასანახად ეს ასეა ამ ეტაპზე ამ ხარისშია მე უფრო მეტი ეს თვითონ იმოქმედა ასე და ლუკა ამ ვითარებას აღწერს მაგრამ ამ ვითარების თეოლოგიური არსი ეს არის რომ ის მყისვე წაპირველ წამშივე შეერთებისა დიდრდება საღვთო-ცოდნით ღვთაებისაგან, მაგრამ ამ საღვთო-ცოდნას თანა შეაზომებს თავის ასაკს და იმ ასაკის ფარგლებში რაც დასაშვებია, მხოლოდ იმ ზომით ავლენს თავის პირველ წამშივე მიღებულ მთელ, ესე იგი, გამფრთობილობას ცოდნის მიხედვით. ერთი რო დავაზუსტოთ. თქვენ ბრძანებთ რომ ამას ვაღი არ აქვს რა, იმიტომ რომ ეს დღეს ამჟამად მამის წერში, წმინდა სამების წერში დღესაც ეს დაუსრულებელი პროცესია მისი გნოსტიკური უსაზღვრობის ასე ვთქვა. გნოსტიკური უსაზღვრობა არ მისი გონითი. ეხლა მე გეტყვით ასეთ რამე. ჩვენ ჩამოთვალეთ, დიახ, არა, ის არც იცვლება, ის ხო გითხარით, რაც მიიღო გამდიდრებით მარადიულა, ისე როგორც კაცობრივი ბუნება ბუნებითად მარადი, ასე. ეხლა რა არის იმის დადასტურება, რომ ეს მან მიიღო საღვთო შეუზღუდველობაც გამდიდრებითად. ამის ყველაზე მკაფიოდ და რაც მხოლოდ მაშინ შეეძინა მას, როცა ამ ნებისმიერი გამდიდრებულობა ეძლევა უფალს მაშინ, როდესაც ანდა გამოიხატება და ჩვენ წინაშე წარმოჩნდება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა. აი ეს 4 თვისება გამდიდრებულობისა კაცობრიობის წინაშე გაცხადებულია, მაგრამ როცა ის ზეცად ამაღლდა, ეკლესია დაფუძნდა და წმინდა ზიარების საიდუმლო დაწესდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მისმა კაცებამ შეიძინა მის კაცება შეძენილი ქონია, ალბათ ეს პირველ წამიდანვე, მაგრამ ჩვენ წინა კიდევ მეხუთე თვისება იმ 4-თან ერთად, ეს გახლავთ მისი კაცობრიობის ბუნების ყველგან მყოფობა. ყველგან მყოფობა გამორიცხულია ქნილებისთვის, არც ერთი ანგელოზი არათუ ყველგან ორ ადგილას ყოფიც არ შეიძლება იყოს ერთდროულად, ერთ ადგილას როა მეორე ადგილას არა, იმიტომ რომ ისის განზომილების მქონია. რა თქმა უნდა, მაცხოვრის კაცება ყოვლითურთ განზომილია და შესაბამისად ქნილებაა, მაგრამ ის მდიდრდება მის ბუნებაში, კვლავ განზომილია ის ზეცაშია, ვიცით ჩვენ. და მიწაზე არა, ესე იგი, ამ განზომილებითა და ბუნებითი თვისებით, მაგრამ გამდიდრებითად ის ყველგანაა, იმიტომ რომ როცა დაიკვლის ტარიგი და ეს ეკლესიის დოგმატური აღსარებით ჭეშმარიტი სისხლი და ხორცია მაცხოვრისა და არაპირობითი და არაზმანებითი, ანუ ეს მაცხოვრის სხეულია ჩვენ წინაშე დადებული, ეკლესიის მამები სვამენ კითხვას, რა ხდება ზეციდან ჩამოდის ეს სხეული, თუნდაც ზეციდან ჩამოვიდეს მრავალ ეკლესიაში ერთდროულად ხდება, როგორაა რომ ერთი და იგივე სხეული ყველგანაა. ის მდიდრდება და აღივსება ყველა, იმიტომ რომ ყველგან მყოფ ორ ადგილას რომ ხარ ერთდროულად უკვე ყველგან მყოფი ხარ. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ორ ადგილას ხარ ერთდროულად თუ მილიონ ადგილას, იმიტომ რომ ერთი და იგივე სირთულეა. ორ ადგილას ვერასოდეს ვერ იქნები თუ ბუნებითი ღმერთი არ ხარ. მხოლოდ ბუნებითი ღმერთისთვისება, ან და ბუნებითი ღმერთისგან გამდიდრებულობის გამოხატულება, ისე როგორც ბუნებითი ღმერთისთვისება, ყოვლისწორნეობა, ყოვლისშემძლეობა, ცხოველმყოფელობა და მეუფეობა, მხოლოდ ბუნებითად ეს უფალია და აი ყველგან მყოფობაც ასევე მხოლოდ და ორ ადგილას მყოფობა, თუნდაც ასე ვთქვათ, ხოლო ერთდროულად, მხოლოდ ღვთისთვისება, ჩვენ ხედავთ, რომ მისი კაცება ამას ჭეშმარიტად ავლენს. თუ არა და მაშინ ზიარების საიდუმლოს ჭეშმარიტება უნდა უარყოთ. იმიტომ რომ მაცხოვრის კაცება მარადიულად ზეცაშია და ჩვენ რას ვეზიარებით აქ?
თუ ეს მაცხოვრის სისხლი და ხორცი არ არის, მაშინ მთელი აღსარება ლიტურგიკული და დოგმატური ეკლესიისა უხდება, რომ ჩვენ ჭეშმარიტად უფლის სისხლად და ხორცლად გარდაქმნილ პურსა და ღვინოს, ოღონდ პურსა და ღვინოს გარეგანა და არსობრივად მაცხოვრის სისხლად და ხორცს ვეზიარებით ერთდროულად მრავალ ადგილას. ერთი და იგივე მაცხოვარი კი არ ნაწილდება, ეს თვითონ ლიტურგიკულ მსახურებაშიცაა განუტეხელად განიტეხი, ის კი არ ნაწილდება, მაცხოვრის ერთ ნაწილს კი არ ვიღებ და მის სხეულს კი არ ვანაწილებ. თლიან სხეულს ვიღებთ იმ ერთ პატარა ნაწილშიც კი, რასაც ჩვენ ზიარებისას ვიხმევთ. იმიტომ რომ საკმარისია ეს აზრი შემოვიდათ, რომ მაცხოვრის მხოლოდ ნაწილი მივიღეთ მთელი მისი სხეული კაცობრიობის სხეულისა, ისმის კითხვა ეს რომლის ნაწილია, ხელის, ფეხის რაღაცა და აი ესეთ გაუკმარტებაში შევდივართ. ჩვენ ვიღებთ თლიანად მის კაცობრიობის სხეულს იმ უმცირეს ნაწილშიც კი, იმიტომ რომ ის კი განიტეხება ჩვენთვის რომ ყველანი ვეზიაროთ, მაგრამ ამ განტეხილობაში განუტეხელია ანუ ყველგან ყოვლითურ თლიანია. და თუ ყველგან ყოვლითურ თლიანია, თვითონ ერთ ზიარებაშიც რამდენი ზიარება როგორ ხდება ეს რომ ერთი და იგივე სხეული აი ამდენში ასე სრულად იმყოფება თუ არაა გამდიდრებული ამას ვამბობ საღვთო ღირსებით მრავალ ადგილას მოყოფის. ამ გაგებით თითქმის მხოლოდ ამის თქმამდე რომ ზეცაში რომ მკვიდრობს ბუნებით თვისებები უნდა რჩუნდება, მაგრამ თუ შეზღუდულობას დავაწესებთ, აი თუნდაც ამ თვისებით, მაშინ უფრო ნათლად უნდა განმარტოს ვინმე რომ როგორ არ რომ ერთდროულად ვეზიარებთ მას და სრულად და მთლიანად მის სხეულს და არა ნაწილს, ასე მრავალ ადგილას და ამ დროს ეს სხეული კვლავ ზეცაშია. თუ ეს საღვთო ღირსებით გამდიდრებულობა არ არის და კვლავ კაცობრიულ შეზღუდულობაში რჩება, ესე იგი, ბუნებითად რა თქმა უნდა ეს თვისება ყოველთვისაა, მაგრამ აი ჩვენა ქმნილებასთან ურთიერთობაში თუ ეს თვისება კვლავ არ აქვს მას, ესე იგი, ყველგანყოფობის თვისება, მაშინ ეს ზიარების საერთოდ აბსოლუტურად ფუჭი წარმოჩნდება. ბატონო ედიშა, მაინტერესებს ჩვენ მოვაწროთ მიტინგის დაწყებამდე, რომ მე არ დავაგვიანოთ. ერეტიკული მოსაზრებების და სტარი რელიგიური მიმდინარეობების წარმოშობის მიზეზი არის თუ არა ადამიანის გონითი წვდომა. ანუ ის ადამიანები გონითი წვდომა თუ უწვდომელობა. ანუ მე რამდენადაც ჩვენი წმინდა მამები ბოლომდე ჩადნენ განმარტეს დატევნისამებრ. რამდენადაც მათი ბუნება დაიდრეს. რამდენადაც მათ შეძლეს ეს ასე ვთქვათ, ჩვენც ქართველები მართლმადიდებლები ვაღიარებთ ამას და გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენც თუნდაც ლექციების სახით ან სპეციალურად რო ისწავლო, ამას კიდე და კიდე უფრო უღრმავდები და უფრო დიდად მართლმადიდებელი ხდები. მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც შეცდნენ თავის დროზე და ისეთი სწავლება დაწერეს, ანუ შემდეგ იმ ადამიანს თავის მიმდევრებსაც ამყოფებენ ცნობილებაში. მაინტერესებს ანუ გონითი მიზეზი არის ეს თუ რაღაც სხვა რა თქმა უნდა, არა, მიზეზები შეიძლება მიზეზი ერთი არ იყოს, მე შემიძლია ერთი მიზეზი ამ შემთხვევაში საკუთრივ აქცენტი მაინც როგორც ჩანს აქეთკენა ფსევდოქრისტიანული ამხსარებლობებისა და ახლა ცნობილებებითი ბევრია, რა თქმა უნდა, უმეცრების შედეგია უდიდესი ნაწილი და სწორედ უმეცრებაში რომ იმყოფებოდა კაცობრიობა, ღვთისგანგაცება, სინათლე შემოდის და ვინც ეს სინათლე მიიღო, გასხიოს და კიდე თორემ ის წარმართები და ვიცით რომ ებრაელებს კი არ მიუღიათ წესით მათ უნდა მიიღოთ ძველი აღთქმის სიმაღლეზე მყოფთ წესით, მაგრამ აგერ წარმართებმა მიიღეს და ასე შემდეგ უმეცრებაში მყოფებმა. ხდება, რა თქმა უნდა, უმეცრება გაუკმარტების სათავე ერთი მხრივ, თუმცა მეორე გახლავთ ამ პარტაუნება შეგვიძლია პირიქითაც დაგვეწყო, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩვენ მხოლოდ უმეცრება დავაბრალოთ ებრაელებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ცოდნა მათ ჰქონდათ ამ კუთხით, საღვთო ცოდნის კუთხით, ძველი აღთქმა თავისი სულიერებით გამქლიანებულია ახალ აღთქმასთან და მაგრამ სამაგიეროდ მათ მიიღეს ამ პარტაუნება. წმინდა დიონისე არიოპაგელი ამბობს, რომ თავის დროზე როცა ებრაელი გამოირჩა და ის მსჯელობს, რას ნიშნავს ერის გამორჩეულობა, რომ ისე როგორც ადამიანებს თავის მეწინააღმდეგეთ ანგელოზი განეკუთვნება ღვთისგან და ამ ანგელოზის ფუნქცია არასოდეს ძლავრებითი არაა, მხოლოდ შეთავაზებითია, ისე როგორც ღვთისგანკაცებაც ასეთია, რომ ცხონების გზა გვიჩვენოს და არა ის რომ ძლავრებით გვაცხოვნოს თავისი ყოვლის შემძლეობით. ყველას განეჩინება ანგელოზი, რომ ანგელოზმა უწინააღმდეგოს მას ცხონებისკენ. შესთავაზოს გზა ცხონებისა რა არის. ასევე ყველა ერს თავისი მეწინააღმდეგე ანგელოზი ენიშნება, ამბობს წმინდა დიონისე არიოპაგელი და სხვაებიც ამბობენ უბრალოდ იმისგან, იმიტომ დავიწყოთ რომ ქრონოლოგიურად ადრინდელია და ამ საკითხის ეხება. მათ შორის ებრაელ ერს თავისი მეწინააღმდეგე ანგელოზი ყავს, სხვებსაც, თუმცა და ამ ანგელოზთა ფუნქცია იყო, რომ იღებდნენ რა ღვთისგან გამწყინებულობას, ეს გამწყინებულობა მიეფინებინათ და მიესხივებინათ მათი საწინააღმდეგო ერისთვის. და შემდგომ უკვე ერზე რჩება ის რომ მოქმედება რომ მათ შეიწყნარონ ეს სინათლე თავიანთი თავისუფალი არჩევანი ისე როგორც ადრეთვიდან წვიმა რომ მოდის ნიადაგმა უნდა მიიღოს რომელი ნიადაგიც არ მიიღებს იქ არაფერი არ აღმოცენდება ამ დროს ამბობს დიონისე არიოპაგელი მხოლოდ ებრაელმა ერმა მიიღო მისი მეწინააღმდეგე ანგელოზისგან მისდამი მიშუქებული სინათლე სხვა არ შეიწყნარა
არ მიიღეს უკუაგდეს თავისუფალნებით ეს სიკეთე მაგრამ თორემ უფალმა კი არ გამოირჩია ებრაელიერი ამოს დიონისიარ მაშინ გამოიწვია რომ არაბითარი ღირსება თვითონ ამერს არ ქონია და სხვა ერთა უნეცრებაში ყოფნა ეს ღვთისდანაშაული ყოფილა იმიტომ რომ თვითონ ესენი გამოირჩია ყველას თანაბრად მიაფენს უფალი ანგელოზთა მიხედვით სივნეს ის არ განარჩევს ადამიანებს ბუნებითად მზემისი ამოდის რა თქმა უნდა ცოდვილებზეც და მართლებზეც და თუ ხილული მზე არ განარჩევს მით უმეტეს უხილავი მზე არაფერს არ განარჩევს და შესაბამისად განსხვავება ერებში არის არა ცოდნისმიერი განსხვავება იმის მიხედვით რომ ღმერთმა ერთი გამოირჩია და მეორე არა არამედ თვითონ ამ ერთაგან რომელმა გამოირჩია თავისი თავი იმ მოძღვრების სასმენა და იმ სინათლის და იმ მადლის შესაწყნარებლად რასაც მათი მეწინააღმდეგე ანგელოზი ღანდა ღმერთი მათი მეწინააღმდეგე ანგელოზის საშუალებით მათკენ მიაფენდა აი დიონისიარ მაგალითად მარტო ებრაელმა ერმა ისმინა თავისი ანგელოზის სიტყვა გული გაუხსნა ზეციურ შუქს და ამიტომ მოხდა ანუ ეს ისრაელმა თვითონ გამოირჩია თავისი თავი მაგრამ ამ გამორჩეულობას თუ არ ახლავს სათნოებითი ღირსებანი განსაკუთრებით თამდაბლობა სხვათადმი გულშემატკივრობა რომ შენ სხვაზე უფრო მეტად გამორჩეული რო წარმოჩდი პირიქით იმისადმი ვის დაცემულებაშია გულშემატკივრულად უნდა იყო და ირწოდე რომ და არა ის რომ შენ ამით იამაყო მაგრამ დაეცა თვითონ ისრაელის ამოწმინდა დიონისიარ მაგელი რადგანაც ეს გამორჩეულობა თავის ბუნებით თვისებად ჩათვალა რომ ის ღირს აი როგორც პირველ დაცემა მოხდა უკეთური ძალისა რომ მან ჩათვალა რომ ეს ღირსებანი ეკუთვნის მას თვითონ ღირსია ამისა დიონისიარ მაგელის სწავლებით ამგვარად ჩათვალა თავის თავი ესე ისა ანუ ამ პარტავნებაც გახლავთ უეჭველად დაცემის საფუძველი მაგრამ და ამ პარტავნებიდან გამომდინარე ეკლესიის მამები გვასწავლიან საკუთრივ ცრუ ქრისტიანული ამსარებლობების სათავე რა არის წმინდა ისიდორე პელუძელი მე-4-5 საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე პირდაპირ ჩვენ გამოაქვეყნეთ კიდეც მას ეპისტოლეები აქვს ხოლმე და ეს ეპისტოლეები არის თემატური შეკითხვა პასუხი და ერთ-ერთი შეკითხვა გახლავთ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ამ ერესების აღმოცენა აურაცხელი ერესის აღმოცენების საფუძველი რა არის და ის ამობს ასეთ ამბებს თავრობის მოყვარეობა რომ არ ყოფილიყო შეგვიძლია ვთქვათ რომ არც ერთი ერესი არ იქნებოდა თავრობის მოყვარეობა იგივე ამ პარტავნება ანუ დაუშვათ რაღაც სწავლებაში ვარმე მე არ მაკმაყოფილოს მაცხოვარმა ჩემმა ბუნებითმა წინამძღვარმა მე თვითონ მინდა ვიყო წინამძღვარი მე თვითონ სექტებიც მარადიულად დაყოფადი იყო აი გნოსტიკური სექტები რამდენჯერ მახსენეთ 2, 3, 5, 6 იყო და ესე იგი დაყოფა უჯრედებივით სწრაფ იყოფოდნენ და აურაცხელი უკვე მეორე საუკუნის მიწურულში დაახლოებით 200-მდე გნოსტიკური სექტა რატომ მე რომელიღაც სექტის წევრი რო ვიყავი ამ სექტის წევრს თავისი იერარქი ყავს ერესიარქი მე მინდა თვითონ ერესიარქი გავხდე. კაი, რაღაც დროში იმან მინდა მე ცალკე გამოიყოფე, არ მინდა სხვა იყოს წინამძღვარი, მე თვითონ მინდა გავხდე წინამძღვარი რაღაცისა. აქ ზოგჯერ მამისა და შვილის დაპირისპირებაც ხდებოდა ისე როგორც კარპოკრატეს ისიდორე გამოიყო და სხვანი, რომ იმას ცალკე უნდა რომ რაღაცის მოთავე იყოს. აი მთავრობის მოყვარეობა, რომ მერასაც მომობს სწორედ ესაა ჭეშმარიტი და თავმდაბლობა და უდრტვინელად მიღება იმ ბუნებითი პედაგოგისგან და ამხდელისგან, სიკეთებისა და არა იმისკენ სწრაფა რომ მე ვიყო გამორჩეული რაღაცით და კაცთაგან ამის გამო თაყვანება მოვიდო, ესეც ეკლესიის მამა და ესეც კი არა ყველაზე უმთავრესად აი ისიდორე პელუზიელისგან ეს გახლავთ თორემ ჩვენ ბევრი ერეტიკოს ვიცი, უაღრესად განსწავლული. არიოზი თვითონ განსწავლული იყო და გამოკვლევებია მთელი, მეც მაქვს ეს გამოკვლევები და ანტიკური ფილოსოფია როგორ ქონდა მას შესწავლილი და როგორ ეძიებდა რომ ანტიკური ფილოსოფიის საფუძველზე თავისი ერესი ევნომიუსი არიანელობის ერთ-ერთი გვიანდელი გამოხატულება ისეთ მწვერვალზე იყო ცოდნისა, განსწავლობისა და პაექრობითი ხელოვნებისა, რომ როცა ბასილიდთა პაექრობა ჰქონდა, ბასილიდმა დაწერა მის წინააღმდეგ შრომა კონტრაევნომიუმ, ლათინურადაა ეს ევნომიუსი, რაზეც ევნომიუსმა უპასუხა და ბასილის პასუხი არ გაუწია. და შემდეგ გრიგოლ ნოსელმა ევნომიუსზე უკვე გაცილებით აღმატებულმა თუნდაც ამ პაექრობით ხელოვნებაში და ცოდნის მიერ განსწავლობაში და მთელი მსჯელობის საფუძვლებში, რაც თავის დროზე არისტოტელემ ჩამოყალიბა, ამით მოახერხა რომ მისივე იარაღით განგმირა ევნომიუსი და გრიგოლ ნოსელის შრომის შემდეგ მან დაწერა ასევე ევნომიუსის წინააღმდეგ ასე ქვია ევნომიანობა როგორც ასეთი აბსოლუტურად აღმოიფხვრა. ანუ მხოლოდ იმას ვერ ვიტყვით, ზოგჯერ ცოდნა როგორც პავლე მოციქული ამბობს, ამ პარტავნებს პირიქით. ანუ მხოლოდ რა თქმა უნდა ერთ-ერთი გზა არის რომ ცოდნაში ნაკლებობა, მაგრამ ცოდნაში ნაკლებობა ზოგჯერ ღირსება, ეს ცოდნაში ნაკლებობა მაშინ ხდება უკეთური, როცა ამ ცოდნაში ნაკლებობას ადამიანი ვერ ხედავს და ამ პარტავნებაში ვარდება, რომ უმეც არის არაიშვიათად უფრო ამპარტავანია ვიდრე მცოდნე. მე ვამბობ კარგად მცოდნე, რატომ? მე რომ მცოდნე ვარ, ამასთან შედარებით კი ვარ მცოდნე, მაგრამ ისე ხო ვიცი რომ მილიონი რაღაცა მე უფრო მეტად ხედავ რომ არაფერი არ ვიცი. უმეც არის გონია რომ ყველაფერი იცის. და რაც უფრო შედიხარ სიღრმეში მოვლენისა, ნებისმიერი სპეციალობისა, უფრო მეტად ხვდები რომ იქ რამდენი რამე არ იცი.
ფილოლოგიაში შორდა რო გეჩვენება ადამიანს რომ კორნელი გეგელიძის ორდომს წაიკითხავდა იცი ძველი ქართული მწერლობა სინამდვილეში მართლა თუ წაიკითხავ ამ ორდომს და შეხვალ ამ ტექსტების კვლევაში მიხვდები რომ ნამდვილად არაფერი არის აბსოლუტურად ყველაფერი ესე იგი კლავ საძიებელია და ასე შემდეგ და როცა სოკრატემ თავის დროს ეს თავის უბრწყინვალე სიტყვები თქვა რომ მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიციო ეს სწორედ ამას იტყო რა რომელიმე მომენტს არის ამ პარტავანი გვერდი და თუნდაც ის სოფისტები რომლებიც ამბობდნენ რომ ყველაფერი ევნომიუსი თვითონ რას ამბობდა ევნომიუსი რო ვახსენე მე ყოველივე ვიცი და საღვთო ბუნება ყოვლითურთ მაქვს აქმულიო რაზეც გრიგოლოსელი ეუბნება შენ კი არა მოციქულებს და არავის არ ქონდა საღვთო ბუნება აქმული და როგორ ხარ ასეთი ამპარტავანი რომ ამობ რომ ყოვლითურთ შევიცანი საღვთო ბუნებაო ანუ მხოლოდ ცოდნაში ნაკლებობა ზოგჯერ ღირსება მაშინაა როცა შენ სათნოება გაქვს და ვისაც ცოდნა აქვს იმის ცოდნას აფასებ და მასზე მაღლადგები ზოგს გონია რომ თავის უმეცრებას თუ დაფარავს ამით უფრო მეტ პატივს მოიხვეჭ. მაგალითად არის ასეთი რამ, ეხლა მე ადრეც მithქვა და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ჩვენმა დიდმა მოღვაწემ ეფრემცინემ ერთ-ერთი თავის ცნობილი კრებული შეადგინა, არსენი ყალთოელის შრომა შეიტანა, შეგით არსენი ახალ დამწყები მთარგმნელია და ასეთი ანდერძი დაუთო, რომ ეს მესამე ნამუშაკები არსენის, რომელსაც ღვთის მიერ ყოველივე ძალუცო. და მე ამას ამას ეფრემ იტყვის მოძღვარი მისი და უფრო იზღა მოწაფეო. ეფრემი ხანდაზმული ამ ახალ დამწყები არსენის მოწაფედ წარმოაჩენს თავის თავს იმდენად არ უფრთხის ამას არავინ არ იტყვის მაგრამ როდესაც რამდენჯერმე ეს თქვი და ეს მეკონა არსენი ყალთოელის ღირსების წარმოშობა არსენიცაცაა ეს მაგრამ არსენზე მქონდა ხაზგასმა ერთ-ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ეს ეფრემ ცირის ღირსების წარმოშობანი ეს რაც მითხარიო ესე იგი თავისი სათნოებითი სიმაღლე რა ხარისხამდე და აღმატებულებამდე ავიდა ჩემს თვალში ეფრემი ვეღარ გეტყვითო რომ მას ასე გულწრფელად შეუძლია სხვისი ღირსების მთელი მოწადინებითა და სიხარულით თქმა და აღიარება. ანუ უმეცრება ზოგჯერ პირიქით ცხონების ისეთი წყარო შეიძლება გახდეს, რომ ის ცოდნე ვერასოდეს ვერ ავიდეს იმ სიმაღლემდე. მაგრამ თუ უმეცრება შენ ამ პარტავნების საფუძველს გიქმნის, ყოველთვის ყველგან ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიცით და ვნახეთ, ამ პარტავნებაა დაცემის საფუძველი, ამ შემთხვევაში უმეცრებას თანაშეწონული ამ პარტავნებასთან ხდება რა თქმა უნდა იმ გაუმართლებათა სათავე, რაც თან მოძრაობა ჩვენ ვიცით. ბატონო რომელიც მოხსენებულია ზოგადად წყაროებში ალბათ ყოველთვის მამად ზედ და ანუ ეს ხო წარმოუდგენელია რომ ღმერთს ხონდეს ადამიანური სქესი არა მარტო ღმერთს ანგელოსაც არ აქვს ხო მაგრამ ალბათ ადამიანის საქმეში უმეტესწილად ღმერთი აღიქმება როგორც მამრობის სქესად ხო თუ ამავრობითად აღიქმება, ესე იგი მაინც სქესობრივად მე მგონი ზე მამრობრივად და ზემდედრობრივად აღიქმება. ალბათ იმიტომ რომ უფრო ძალმოსილება თითქოს ჩვენს ცნობიერებაში მამაკაცობას უკავშირდება, თორემ რაღაცა მეჭება რომ მამაკაცსაც წარმოჩდება. თუმცა მაცხვარი უკმგაცდა განმამაკაცნა ის. არა მხოლოდ განკაცნა, არამედ განმამაკაცნა. ეს მაინტერესებდა თქვა იმის კერა რატომ ქალის სქესით არ განკაცებულობ, რატო აი რა არის იმ საქმე, თქვა მამრობის სქესით განკაცდა. დიახ, ეგ ზავსებით ახსნადია და კარგი შეკითხვა. რაც შეეხება იმ სქესის ამბავს, მე ახლა მაგისტრო რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ თვითონ ტერმინის სქესი გახლავთ უაღრესად საყურადღებო. ესაა ისეთი დიდი საფრთხისმეტყველო ტერმინი, ახლა ჩვენ დღეს ვიცით სხვა გაგებით რა თქმა უნდა. ის ბერძნული ტერმინი სქესის, რომლის უთარმელი სახეა ქართული სქესი, ეს შემოდის მე-12 საუკუნიდან. მანამდე ის ყოველთვის ითარგმნებოდა გელათურ სკოლაში, იმიტომ რომ ზედმიწევნით ადეკვატური ტერმინი ვერ მოიძებნა. და როცა ამგვარი რამ ვერ ხდება, თვითონ უთარგმნელად გადმოდის ის სიტყვა. სქესი სულ არ ნიშნავს დღეს თვითონ სექსის სიტყვა იგივეა. ამ ბერძნული სქესისიდან მოდის ის გარკვეული ფონეტიკური, ანუ სექსი და სქესი ერთი წარმოშობისა აბსოლუტურად განსხვავებულია. სქესის რა გახლავთ? სქესის თვითონ მომდინარეობს სიტყვისგან ეხო, რაც ნიშნავს მაქვს, მყავს, აზმნა და სქესის ნიშნავს ესე იგი სიყვარულის მიერ კავშირს მეორე ადამიანთან, აი მოთვისეობა. მე მაგალითად ჩემს თარგმანებში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ივან დამასკელი და სხვა, სადაც ბერძნულში სქესისა თარგმნი ქართულად ასეთი ტერმინი მოთვისეობა. ანუ მოთვისეობითი კავშირი მეორე ადამიანთან, სიყვარულის მიერი შენათესავება, შეტკბობა, შემოყოსება, ესაა სქესის. ამან მე თავისი სქესობრივი მნიშვნელობა სწორედ ეს შეიძინა ყოფითი გაგებით რომ ჩვეულებრივ მამაკაცი და დედაკაცი განსხვავებულნი უფრო მეტად წარმოჩნდებიან აი ამგვარი კავშირის კონდეთ რომ განსხვავებულნი როდესაც ერთმანეთს უკავშირდებიან ეს სქესისი თითქოს მაგრამ თავისი არის ეს სულიერი ტერმინია და ჩვენ მაგალითად უარყოფთ რომ მაცხოვარი განკაცდა მოთვისეობიდან ანუ სხეტიკოს ასეთი ტერმინი ანუ სქესობრივად განკაცდა სქესობრივად სქესის გაგებით კი არა
ის მოყვას მოთვისეობითად კი ანუ ბუნებითად განგა, ანუ ბუნებითად მიიღო კაცება. მან ჰიპოსტასმა ბუნებითად მიიღო ადამიანური მდგომარეობა, ადამიანური არსება და არა მოთვისეობითად. მოთვისეობითად ნიშნავს, რომ მე შენ მდგომარეობას გავიზიარებ. შენ მწუხარებაში ხარ, მე მოვალ და მინდა რომ შენ სიხარულში ხარ, გავიზიარებ, მაგრამ ბუნებითად მე ხომ შენი ბუნების არ ხვდები. აი მოთვისეობითი ამას ნიშნავს, ხეთიკური ამას ნიშნავს, უბრალოდ ახლა სქესზე გამახსენდა, რომ ეს თავისთავად ისაა. რაც შეეხება რა თქმა უნდა სქესობრივი განყოფა არანაირი ღმერთი არ არის. ჩვენთან იყო აი თუ ნახეთ ის თამარ მეფის შესახებ ჩემი სტატია, არის ჩვენთანაც გარკვეული ასე ვთქვათ სრულღვთისმეტყველნი, რომლებიც ამბობენ, რომ სულიწმინდა მდედრობითი სქესისაა თითქოს და ამიტომაა რომ თამარ მეფე განკაცდა სულიწმინდა, ანუ ქალად. და თითქოს ეკლესიის მამები აბსოლუტური არ ჯერ ბერძნულში ეს სულიწმინდა არის საშუალო სქესი. То пневма, то хагион, то არის საშუალო სქესი. რუსულში არის მამრობითი, დუხ, სვიატოი. რომელ ენაზეა მდედრობითი, თუნდაც გრამატიკული სახით, მე მგონი არც ერთ ენაზე არ არის, რაც მე ვიცი. მაგრამ ამას თავი დავანებოთ ამ სისულელეს და სიშლეგეს. ჩვენ თავარია ის ახსნათ, რატომ მოხდა მაცხოვრის განკაცება მამაკაცად. და როგორც ვიგითხარით, ჩვენ გვაქვს არა მარტო ტერმინი ანთროპესის, ანუ განკაცება, არამედ განმამაკაცება. ეს იოან დამასკინისა დიონისის არაბაგას სწორედ ეს ტერმინი აქვს. ვით არ განმამაკაცნა იესუი. ანუ როგორ გახდა მამაკაცი? არა მხოლოდ განკაცებას ვაღიარებთ, არამედ მამაკაცად გაახდო მას, რომ ის მამკაცებაში მამაკაცად მოვიდა და არა ამ დროს ქალად. ამის არსი რა არის? ამის არსი გახლავთ ის, რომ ის ვინც ადამიანად უნდა მოსულიყო, უნდა ყოფილიყო აუცილებლად ბუნებითი მეუფე და ბუნებითი მღვდელმთავარი. მოგესალმებათ, მას ეწოდება ქრისტოს, ანუ ცხებული, ხოლო ცხებულობა თელ ძველ აღთქმაში განეკუთვნებოდა ორ კატეგორიას, მეფესა და მღვდელმთავარს. ყველა მათ მიმართ ეს ცხებულობა არის პირობითი ყველა ადამიანისადმი, რომ ბუნებითად არ შეიძლება ადამიანი მეფე იყოს, ბუნებითი მეფე მხოლოდ ღმერთია და ბუნებითი მღვდელმთავარი მხოლოდ უფალია. ამიტომაა რომ როცა ის ბუნებითი მღვდელმთავარი და ბუნებითი მეფე განკაცდა, მას საკუთარ სახელად დაუმკვიდრდა ქრისტოს. თორემ ქრისტოსები აურაცხელად ყველა ძველი აღთქმის მღვდელმთავარი და ყველა ძველი აღთქმის მეფე არის ქრისტოს, ეპითეტურად, ანუ ცხებული. და ყველა მეფე ქრისტოსაა ამ გაგებით და ყველა მღვდელმთავარი. მე უფი არ არის, თორე ვეტყოდი ამას, რომ ქრისტოსაა ისიც როგორც ცხებული ამ გაგებით, მაგრამ ესაა მხოლოდ პირობითი ცხებულება და ამიტომაა რომ ბერძნული ქრისტოს ყოველთვის ითარგმნება. შეუძლებელია ეს უთარგმნელად დატოვო, რაღაცას უთარგმნელად რომ ტოვებ, ის ტექნიკური გაგების ტერმინი ხდება, სპეციფიკური გაგების. როდესაც განკაცდა ჭეშმარიტი მღვდელმთავარი და ჭეშმარიტი მეუფე და რადგან იმ ჟამს საყოველთაო ენა, მსოფლიო ენა ბერძნული იყო და ამიტომ ახალი აღთქმა ბერძნულად დაიწერა, ბერძნული ტერმინი ქრისტოსი მას საკუთარ სახელად ეწოდა, ის რაც ესე იგი იგივეა რაც ბერძნული მესია. მესია და ქრისტოს, ანუ ცხებული გახლავთ ერთი და იგივე. იესო არის თავის მხრივ ბერძნულში მაცხოვარი, ანუ სოტერ. იესო თვითონ ებრაული სიტყვა მაცხოვარს იტევს და ჩვენ იესო ქრისტე ქართულად როდესაც თან ესე იგი მაცხოვარი ცხებული, ეს ქრისტოსი ამ შემთხვევაში გახლავთ მესიის შესაბამისი ტერმინი. მესია აურაცხელ შემთხვევაში ხდება ჩვენ ფსალმუნებში. ყველგან ის ბერძნულში ითარგმნება როგორც ქრისტოს და ძველ ქართულში ცხებული. სადაც ძველ ქართულ ტექსტებში თქვენ ფსალმუნებში ნახავთ ცხებულს, უნდა იცოდეთ რომ ბერძნულში ყველგან ქრისტო წერია და ებრაულში ყველგან მესია წერია. ეპითეტურია ჯერ კიდევ, მაგრამ როცა ის განკაცდა, ვინც მართლაც ბუნებითი ცხებული, ანუ ბუნებითი მღვდელმთავარია და ბუნებითი ცხებულება ნიშნავს, რომ მამა ღმერთისგან, როგორც მცხებელისგან, სულიწმინდის მიერ, როგორც საცხებელის მიერ, იცხო ის, ცხებულია ის, ეს ერთი განმარტება და მეორე, ერთი პოსტაში ღვთაება და კაცება რო ერთადაა, ღვთაებისგან იცხო მისი კაცება, ეს კაცებისადმია, მაგრამ არა ღვთაებისადმი ცხებულობა. მაცხოვარი ამიტომ იწოდება, მაგრამ მღვდელმთავარი და მეფე და განსაკუთრებით ახლა მეფეზე ზოგჯერ რომ შემოდის თამარ მეფე და სხვა ეს პირობითი ამბავი, ბუნებითი მეფე და ბუნებითი მღვდელმთავარი ამ ქვეყნიური ბუნებითობით, მღვდელმთავარი ყოველთვის არის მამაკაცი. მღვდელმთავრობა და მღვდლობა არის მამაკაცის ესე იგი მოქმედება და მამაკაცის პატივი და ქალი საეკლესიო სწავლებით შეუულებელია მღვდელმთავარი და მეფე იყოს. და ესე იგი ვინც ბუნებითი მღვდელმთავარია და მღვდელმთავრობას ამკვიდრებს ჩვენთან ჭეშმარიტ და ეკლესია უნდა დაფუძნდეს მასზე, შეუძლებელია რომ ის მამაკაცია, იმიტომ ეს მამაკაცობის პრეროგატივაა სხვანაირად რო ვთქვათ, მღვდელმთავრობა და მეუფეობა. ძველთაგანვე ამგვარად განწესებული და ზოგადად რომ მამაკაცია ეს მოდის უძველესიდან რომ მამაკაცია თავი დედაკაცისა, მამაკაცისგან შეიქმნა ქალი, მოგესალმება პირველ შექმნისთანავე, ამიტომაა რომ
ამიტომარომ 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 ამიტომარომ